რა ხდება მაშინ, როდესაც ევროპული პოპულიზმის სახე არჩევნებს აგებს? მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერისა, უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე და მის შედეგებზე საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, GeoCase-ის მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი ნიკოლოზ ხატიაშვილი. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწოროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ რა თემაზე ისურვებდით შემდეგ ეპიზოდს. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა ნიკას სტუმრობისთვის. დღეს ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე. არ მინდა მაინდა-მაინც მაყურებელი გადავღალოთ ეს უნგრეთის შიდა პოლიტიკური ვინსად მოიგო რომელუბანში, მაგრამ მნიშვნელოვანია დიდ სურათს შევხედოთ, რას ნიშნავს ეს გლობალურად, რას ნიშნავს ეს უნგრეთისთვის, ევროპისთვის და სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ძალიან საინტერესო არჩევნები იყო უდაოდ. უნგრეთი არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, უნგრეთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, არ აქვს ნავთობის უზარმაზარი მარაგები, ასე ვთქვათ, გლობალურ დონეზე არ არის დიდი მოთამაშე, მაგრამ უნგრეთის არჩევნებში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი, ჩინეთის პრეზიდენტი და პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი უნგრეთისკენ. რაც ნათლად ასახავს იმას, რომ ეს არ იყო მარტო უნგრეთის შიდა პოლიტიკური თემა, ეს იყო უფრო გლობალური პროცესების ნაწილი და დღეს ზუსტად ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ, რა პროცესების ნაწილი იყო ეს ყველაფერი და მოდი დავიწყოთ კითხვით, რომ რას ნიშნავს ეს, რატო იყო ამდენი გლობალური ძალა ჩართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში? მოგესალმები ერეკლე, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად უნგრეთში რაც მოხდა ხო ან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოცემულობა დადგა. სწორედ აღნიშნე ამას არა მხოლოდ რაღაც ადგილობრივი მნიშვნელობა ეკავა, არამედ ეს იყო გლობალური დონის ასე ვთქვათ არჩევნები, რომელსაც აკვირდებოდა მთელი მსოფლიო. უნგრეთის კონტექსტში სხვადასხვა აქტორს ჰქონდა სხვადასხვა ინტერესი და შესაბამისად ეს ქვეყნები, ვინც უჭერდნენ მხარს, იგივე იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი, მათ შორის საქართველოც, ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა უნგრეთის კონტექსტში. თუმცა საბოლოოდ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ უნგრეთი ითვლებოდა ევროპული კონსერვატიზმის, ონს მე გულისხმობ მემარჯვენე უფრო პოპულისტური ჯგუფების ერთ-ერთ დასაყრდენად და ფაქტობრივად ამან გამოიწვია ის, რომ მთელს ევროპაში, სხვა ქვეყნებში, სადაც არიან ორბანის რეჟიმის ანალოგიური პოლიტიკური პარტიები, მათთვისაც ეს იყო მნიშვნელოვანი დარტყმა დასუსტენ. მართალია ისინი აგრძელებენ არსებობას, მაგრამ რეალურად მათ გამოეცალათ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, საფუძველი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთიანი ევროპული იდეის გამარჯვება, რეალურად რაზეც დგას ევროპა, ეს არის გამჭვირვალეობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და სხვა, ხო, ანუ უნგრეთი ზოგადად თავისი იდეური მიდგომებით გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა ამ იდეებს და საბოლოო ჯამში ეს იწვევდა გარკვეულ ხარვეზებს იგივე გადაწყვეტილების მიღებაში ევროპაში და ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაში, მაგრამ უნგრეთის წაგებით ეს მოცემულობა სავარაუდოდ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მადიარიც არის კონსერვატორი თავისი იდეოლოგიით, ეს კონსერვატიზმი არის ზოგადად ძალიან დასავლური კონსერვატიზმი და რეალური კონსერვატიზმი, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში კონსერვატიზმი, რაც არის კლასიკური კონსერვატიზმი, მაგის ახმაც ხდება ძალიან არასწორად, ხო, ანუ აი მაგალითად საქართველოს მაგალითი რომ მოვიყვანოთ აქ, როდესაც ჩვენ საუბრობთ კონსერვატიულ ჯგუფებზე, რატომღაც წარმოგვიდგენია, რომ ეს არის რაღაც პრორუსული დაჯგუფებები, რისი თქვათ გამოცდილებაც გვაქვს, იმიტომ რომ ვინც საქართველოში ძირითადად ვინც თავის თავს კონსერვატორს ეძახდა, ის მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთთან
რუსეთთან დაახლოებას, მაგრამ რეალურად კონსერვატიზმი არის რადიკალურად განსხვავებული რაღაცა. კონსერვატიზმის მთავარი არის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და რაც ყველაზე მთავარი არის ძალიან მჭიდრო და მტკიცე ტრანსატლანტიკური კავშირები. რაზეც დგას ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, კონსერვატიზმის პირობებში თითოეულ მოქალაქეს აქვს თავისი ძლიერი როლი უშუალოდ ქვეყნის მართვის პროცესში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და რა თქმა უნდა, აქაც მაღალ დონეზე არის წარმოუდგენელი სამართლიანობა და სასამართლოები. ეს არის, ასე ვთქვათ, კლასიკური კონსერვატიზმის განმარტება, რასაც დასავლეთში კონსერვატიზმად აღიქვათ და იგივე ვთქვათ ისტორიულ კონტექსტში რო შევხედოთ, კონსერვატიული ჯგუფები ბრიტანეთშიც და ამერიკაშიც სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში იგივე ლიბერალიზმის კუთხითაც ხო, ანუ ამ ასე ვთქვათ იდეოლოგიების გაშლა მოხდა და უფრო რადიკალიზაცია მოხდა და შესაბამისად ამ რადიკალურმა ხედვებმა თავისი ფასი დააკარგინა იდეოლოგიებს და შესაბამისად გააუფასურეს იგივე ლიბერალიზმი რო ავიღოთ ხო ანუ ჩვენ ვნახეთ რომ ლიბერალური ფრთის ქვეშ წარმოიშვა ისეთი მიმდინარეობები როგორც არის თქვა ვოუკიზმი რომელმაც საბოლოო ჯამში ძალიან ნეგატიური პროცესები გამოიწვია მსოფლიო მასშტაბებით თუმცა ეს ლიბერალიზმის იმის ქვეშ იყო ხოლგის ქვეშ იყო შექმნილი და რეალურად ნამდვილ კლასიკურ ლიბერალიზმთან მაინც და მაინც ახლობა არ ქონდა და კომუნიზმთან არის ახლოს ხო რაღაც დაახლოებით ასეთი მოცემულობა დგება და კონსერვატიზმის კონტექსტშიც ნუ ამ დაიწყეს ამ რადიკალმა მემარჯვენე ჯგუფებმა კონსერვატიზმის ამ ეროვნულობის სუვერენიტეტის რაც პოპულისტურ ჭრილში განხილვა და იგივე AfD-ც რო ავიღოთ გერმანიაში ხო ისინიც თავს თვლიან კონსერვატორებად, მაგრამ რეალურად ვიცით რასაც წარმოადგენენ და აი სწორედ ამ ფრთების ინტერპრეტაციამ რეალურად კონსერვატიზმის სიძლიერე და დადებითი მხარეები გააქრო და ამ შედეგამდე მიგვიყვანა. თუმცა აი კიდევ ერთხელ რო დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, ხო, ანუ მოხდა ევროპული იდეის გამარჯვება, ამ ლიბერალიზმმა, ასე ვთქვათ, გაიმარჯვა არალიბერალურ იდეოლოგიაზე. ევროპამ გრძელვადიანად, ასე ვთქვათ, სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა ამითი, ნუ ერთ-ერთი გამარჯვება მე თავს ვერ დავდებ, რომ უნგრეთის რეჟიმის შეცვლით ახლა ევროკავშირი კვლავ ესეთი ერთიანი და ძლიერი გახდება, თუმცა ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უფრო უკეთეს გახდის ევროკავშირს და უფრო ეფექტურს გახდის. თუმცა, რა თქმა უნდა, თავის პრობლემები ევროკავშირს გააჩნია, არსებობენ კიდე აქტორები, რომლებიც შესაძლოა რაღაც კონკრეტული პრობლემების შექმნან იგივე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ აი ეს ძირითადი ბირთვი რაც იყო გამოცლილია უკვე ევროპიდან და დაველოდოთ უკვე მოვლენებს რა პოლიტიკას განახორციელებს მადიარი და ასე შემდეგ. ამ რუსეთის კონტექსტში, ნუ ყველასთვის ცნობილი არის ის რომ ორბანი ძალიან დაახლოებული იყო კრემლთან, ძალიან ბანალურ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ ნუ ტროასცხენად განიხილებოდა არაერთხელ გამოყენებული იქნა უკვე ბოლო დღეების განმავლობაში ეს ფრაზა და შესაბამისად კრემლის ინტერესებში იყო ორბანის დარჩენა, იმიტომ რომ ხშირად სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ორბანი გარკვეულწილად ბლოკავდა ამას და დროს იგებდა რუსეთისთვის და ასევე ინფორმაციის გატანის კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამის მტკიცებულებები ჩვენ ვნახეთ ბოლო კვირეების განმავლობაში, როდესაც არაერთი ჩანაწერი გავრცელდა სხვადასხვა მედიის საშუალებით და რა თქმა უნდა მან ალბათ შესაძლოა რაც კონკრეტული ფინანსური ინტერესებიც გააჩნდათ როგორც რუს ბიზნესმენებს ასევე შესაძლოა უნგრელებს ჰქონოდათ და ნუ ეს გამგარემოებიდან გამომდინარე ძალიან ასე ვთქვათ რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანი დასაყრდენი დაიკარგა ევროპაში. ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კონკრეტი რუსეთისთვის ევროპაში და დაიკარგა. ნუ რა თქმა უნდა სერბეთიც არის, მაგრამ სერბეთი მაინც სხვა ტიპის აქტორი არის და სხვა გავლენის დონე გააჩნია ზოგადად ევროპაში. ამერიკას რაც შეეხება, ნუ ამერიკას ძირითადად ამერიკელები ძირითადად რესპუბლიკელები ორბანს აღიქვავდნენ როგორც ამერიკული მაგარო არის მაგის ევროპულ ვარიანტად და
იდეოლოგიური ბმაც ჰქონდა, თუმცა ასევე ნიშანდობლივია, რომ ტრამპი უფრო ორბანს უყურებდა ისევ და ისევ გარკვეულწილად ტრანზაქციულად, იმიტომ რომ ორბანი ხშირად შესაძლოა განხილულიყო როგორც ამერიკული ინტერესების გამტარი ევროკავშირში და აი ზუსტად იგივე პრინციპით, როდესაც რაც გადაწყვეტილებები მიმდინარეობდა, რომელიც არ იყო ამერიკის ინტერესებში, ну ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებზე მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაშიც ტრამპი იყო ასე ვთქვათ ევროპაზე გავლენის გარკვეული ბერკეტი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოზე ყველა ვიცით რა ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ოცნებას ორბანთან, ერთი მხრივ ეს იყო სანქციების დაბლოკვის საშუალება ორბანმა, ჩვენ ნახეთ რომ დაბლოკა ქართული ოცნების მიმართ სანქციები, ასევე ლობიზმის თემაც, იმიტომ რომ ერთი მხრივ ორბანი ეხმარებოდა ამერიკის სამჟამიდელ ადმინისტრაციასთან ბჭყალებში ვიტყვით დაალაგებაში ურთიერთობების და ასევე მიუხედავად აი ორბანის ტიპაჟისა ხო და ევროპის რიგი ქვეყნებიდან მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა ის მაინც ბევრ ქვეყანასთან ინარჩუნებდა, ბევრი ქვეყნის ლიდერთან ინარჩუნებდა გარკვეულ ინდივიდუალურ კავშირებს, მეგობრულ კავშირებს და სწორედ ამ კავშირების საშუალებით ვთქვათ ორბანის რეჟიმსა და სხვა ქვეყნის ხელმძღვანელ მეთაურს შორის შესაძლოა გარკვეული დაალაგება მიმდინარეობდა ისევ და ისევ ოცნების ინტერესების გასატარებლად და შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე ერთობლიობაში ალბათ დაასუსტებს ქართულ ოცნებას სამომავლოდ, იმიტომ რომ ეს იყო ნამდვილად რეალური ევროპაში მათი დასაყრდენი. კი ბატონო, ორბანი ახლა მე რასაც უყურებ, რასაც შევხედე, პრაქტიკულად მისი პოლიტიკა, ის სისტემა, რაც ჰქონდა ორბანს აწყობილი უნგრეთში, მისი საგარეო პოლიტიკა, ყველაფერი ეს არის ის, რაც უნდოდა ქართულ ოცნებას, რომ ყოფილიყო საქართველო, ხო? უნდოდა რომ ყველასთან კარგად ყოფილიყო და ანგარიშგასაწევი ძალა ყოფილიყო და ორბანი იყო ადამიანი, რომელმაც ეს რეალურად შეძლო დემოკრატიული არჩევნების მოგებით, შემდეგ უკვე გადააწყო სისტემა, ავტორიტარულ სისტემაზე გადავიდა, არჩევითი ავტორიტარიზმი, ასე ვთქვათ, რაც იყო უნგრეთში და ამის და მიუხედავად რომ ის ავტორიტარი იყო, იგი ევროკავშირთანაც იყო დაალაგებული და გარკვეული ტიპის ურთიერთობები იყო, მათ შორის ფინანსური შემოსავალი რა, ფინანსური ინცენტივები ჰქონდა ევროკავშირის მხრიდან, ჩინეთთანაც ჰქონდა დაალაგებული და იქიდანაც შემოდიოდა ფული, ინფრასტრუქტურული პროექტები, ერთ-ერთი პირველი იყო უნგრეთი, რომელიც ჩაერთო ჩინეთის ერთი სარტყელი ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივაში. ამერიკასთანაც ორბანმა ძალიან სწორად გათვალა 2016 წელს, რომ ტრამპი იქნებოდა პრეზიდენტი და პირველი იყო, ვინც ტრამპს ოფიციალურად მხარი დაუჭირა და ეს არ დავიწყებია ტრამპს სხვათა შორის და ამაზე ცოტა მოგვიანებითაც ვილაპარაკებთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპს პირადი ურთიერთობაც აქვს ორბანთან, არ დავიწყებია ეს, რომ პირველი იყო მხარი, ვინც დაუჭირა და არ დავიწყებია ვიცით იქიდან, რომ კამალა ჰარისთან როდესაც დებატები ჰქონდა ტრამპს, როცა კამალა ჰარისმა თქვა, რომ ტრამპი არც ერთი მსოფლიო ლიდერი ტრამპს პატივს არ სცემსო, ტრამპს ერთადერთი ვინც გაახსენდა იყო ვიქტორ ორბანი. ანუ ტრამპს რომელსაც ამდენ ადამიანთან აქვს ურთიერთობა, რომ ორბანი ახსენდება, ესე იგი იქ რაღაც ურთიერთობა არის, ამიტომ მან თავის კარტები სწორად ითამაშა. ხო, მაგრამ ყველაზე პარადოქსული და საინტერესო არის ის, რომ ეს არჩევნების წინ, ენსის ჩასვლაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური სიგნალი იყო. ამის ფონზე კიდე რუსეთი პირდაპირ ჩარევებს ახორციელებს, რუსული სპეცსამსახურები როგორც ამაზე დაიწერა, აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომ მოეხდინათ არჩევნებზე გავლენა, ასევე სავარაუდოდ მან ძალიან დიდი ფული ტრიალებდა, მაგრამ ამ ყველანაირი ასე ვთქვათ, მხარდაჭერის მიუხედავად ორბანმა მაინც წააგო. ეს არის ყველაზე საინტერესო ამ პროცესში. კი და ამას ყველაფერს გავშლით, მაგრამ ეხლა რაც მაინტერესებს არის ორბანის მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც აი ესეთი პატარა ქვეყნის ავტორიტარული ლიდერები, ასე ვთქვათ, ოცნების თვალით უყურებენ, რომ უნდათ რომ აი ეგეთი სისტემა ააწყონ და რა სისტემა იყო ეს და რა საგარეო პოლიტიკას ატარებდა ორბანი. ხო, ზოგადად ჩვენ ახლა რომ დავბრუნდეთ ბევრი წლით უკან, რომ გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ორბანი ხელისუფლებაში მოვიდა ხელისუფლების სათავეში. რეალურად თავიდან ორბანს დიდად არ ეტყობოდა, რომ ის აპირებდა ავტორიტარული სისტემის დამკვიდრებას და
რაღაც ძირეული ცვლილებების განხორციელებას თავიდანვე ის რაღაც გარკვეულად ლიბერალური ღირებულებების მატარებელი იყო ყოველ შემთხვევაში თავი ასე მოქონდა და პირველ წლებში მართლაც ახლა უნგრეთში ძალიან ისეთი მაღალი სტანდარტების თავისუფლების მაჩვენებელი იყო დემოკრატიულად ცხოვრობდა სახელმწიფო და არ იყო იმის თქვა ნიშნები რომ ავტორიტარიზმისკენ შესაძლოა ყოფილიყო გარკვეული გადახრა თუმცა ჩვენ ისტორია გვაჩვენებს რომ ასეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმები და ამაზე უფრო უარესები ვინც არჩევნების გზით მოდიან ხო ანუ თავიდან ძალიან კარგად იწყებენ ხოლმე ძალიან დემოკრატიულად იგივე რუსეთის მაგალითი ავიღოთ ხო პუტინი რომ მოვიდა ხელისუფლებაში პირველი რამდენიმე წელი შედარებით უფრო დემოკრატიულ გარემოში ხდებოდა და ნელ-ნელა მოხდა ამის გაკეთება და აი სწორედ ესეთი ავტორიტარული რეჟიმები ნელ-ნელა აკეთებენ შეჩვევის მოსახლეობის შეჩვევის გზით თავისი მიზნის მიღწევა იმიტომ რომ ახლა უცბად რომ გამოვიდნენ და ბევრ დროს გამოაცხადონ რომ აი ავტორიტარები ვართ და ზღუდავთ ყველაფერს და მორჩა ქვეყანაში მაგრამ ხო მაგას სერიოზული ასე ვთქვათ სერიოზული პრობლემები იქნება და შესაძლოა ძალიან მარტივად რეჟიმი ჩამოიშალოს თუმცა ამაზე შენ რო გრძელვადიანი გათვლა გაქვს და ძალიან ნელისვლებით ახორციელებ ამას ხო ანუ ეს უკვე ეფექტური ხდება და უფრო რთულად ეგრეთ წოდებული ჩაბეტონება ხდება ამისი და უკვე ძალიან რთულია ამაზე დაპირისპირება თან ავტორიტარიზმის თავის სტადიები აქვს მიღწევის თავიდან ეს ნელ-ნელა ხდება ჯერ ინსტიტუციური დასუსტება და ინსტიტუციების დამორჩილება მე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ნუ ყველგან სხვადასხვანაირად ხდება ეს ყველაფერი მაგრამ პრინციპი მაინც ეს არის რომ მთელი სისტემა ისე დაიქვემდება რომ გარანტირებულად გქონდეს ასე თქვა ძალაუფლება და ვერ შეძლო ხალხმა ვერ შეძლო ამ ინსტიტუტების იმედად შეცვალონ ხელისუფლება თუმცა საბოლოო ჯამში მაინც უნგრეთში არ იყო ისეთი ავტორიტარული სისტემა აი ძალიან ჩაბეტონებული როგორც რუსეთში არის და მაინც გარკვეული დემოკრატიის ნიშანწყალი შეიმჩნეოდა თუნდაც აი ეს ფაქტიც რო ავიღოთ რომ ბუდაპეშტის მერი ოპოზიციის წარმომადგენელია ესეც ძალიან საინტერესო ინდიკატორია აქედან გამომდინარე ამ პროცესში ზოგადად ორბანს ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს ძალიან კარგად შეუძლია როგორც შიდა ასევე გარე აუდიტორიის მანიპულირება და ასევე ორბანს თვითონ წლების განმავლობაში დაუგროვდა ისეთი პოლიტიკური კაპიტალი რომ უნგრეთს რო თავი დავანებო თვითონ ორბანს ჰქონდა ძალიან დიდი პოლიტიკური წონა როგორც ევროპაში ასევე მსოფლიო მასშტაბით და სწორედ აი ამ თავისი ასე ვთქვათ მიდგომებით და თავისი პოლიტიკით მან შეძლო ყველასთან კარგი ურთიერთობების დაჭერა ზოგადად მულტივექტორულ პოლიტიკაში მე არ ვხედავ ცუც არაფერს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანაში არის დემოკრატია და შენი ინტერესები გამომდინარეობს ხალხის ინტერესებიდან და ასრულებ ხალხის დაკვეთას. თუმცა ბოლო წლებში ორბანის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ეს ურთიერთობები კი შეენარჩუნებინა, მაგრამ ამავდროულად კრიტიკა არ მიეღო სხვადასხვა ქვეყნისგან თავისი შიდა, ასე ვთქვათ, პრობლემებისგან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ხო, ეს მულტივექტორული პოლიტიკა ძალიან, ასე ვთქვათ, ზოგადად ბევრი ქვეყანა ახორციელებს მულტივექტორულ პოლიტიკას, მაგრამ მთავარი კითხვა არის, რამდენად, ასე ვთქვათ, ეფექტიანად ხორციელდება ეს ყველაფერი. ხა ჩვენთანაც იყო საუბარი მულტივექტორულ პოლიტიკაზე, თუმცა ხედავთ მულტივექტორულ პოლიტიკა კი არა, საბოლოოდ უვექტორო და დასავლური პოლიტიკის ჩამოშლის ხარჯზე მოხდა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, როგორც თქვა, შიდა აუდიტორიის კუთხით, ისე გარე აუდიტორიაშიც ვიტყოდი, რომ ორბანი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ისევ და ისევ თავისი პოლიტიკური წონის, თავისი კომუნიკაციის, თავისი თქვა, მანიპულაციის საშუალებით და რეალურად თვითონ უნგრეთიც ხო ყოველთვის ასე თუ ისე მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა ხოლმე თავის თქვა პარტნიორ ქვეყნებთან და საგარეო უწყებრივათა ძალიან კარგი კადრები ყავდა თავიდან ორბანს რითიც მან შეძლო ამ მიზნების მიღწევა და წარმატებით მულტივექტორული პოლიტიკის განხორციელება. კი ბატონო. საინტერესოა ეს ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტორი ჩამოვთვალეთ, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მსოფლიო დონეზე ჩამოვთვალეთ ის ფაქტები, რომ იყო ვარაუდები და ეხლაც არის ვარაუდები და გამოძიება გამოაჩენს რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ჩაროვის მცდელობები იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინფორმაციების გაყიდვის ან მიწოდების მცდელობები და მინისტრი როგორც მოახსენეს გამწარებული აშრედერები
და დოკუმენტებს ხო ანუ მათ საინტერესო ბოდიშო გატყვირება არა უბრალოდ რომ აღნიშნავ შრედერთან დაკავშირებით მადიარს კითხეს როგორც მახსოვს რომ ხوارელოდება გარკვეულ თქვა პრობლემებს ან დაბრკოლებებს თქვა იმას მერე რაც ეს არჩევნები მოხდება და რომ გაიმარჯვებს ამ გამარჯვების პროცესში სანამ გადაიბარებს ხელისუფლებას რამე დაბრკოლების ხوارელოდებაო და ნუ მადიარის პასუხი იყო რომ არ ეცლებათო ჩემთვის ნამდვილად რომ გამწარებულები ალბათ დოკუმენტების განადგურებაში იქნებიანო ისე იყო და აქედან გამომდინარე ხო ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო იმიტომ რომ როცა გავცელდა ეგ ინფორმაცია რომ სიარტო აშრედერებს დოკუმენტებს ეგრევა ეს გამახსენდა რა. კი და როგორც ჩანს რაღაცა დასამალი აქვს და გამოჩნდება ეს ყველაფერი დავილოდოთ მოვლენების განვითარებას აუცილებლად მანამდე ვისაუბროთ იმ თემაზე რატომ და როგორ წააგო ორბანმა ანუ რა ფაქტორებმა გადაწონა ის უზარმაზარი ძალა და 16 წლის განმავლობაში ნაშენები სისტემა რომელიც ორბანმა თავის თავზე მოარგო ისე რომ პრაქტიკულად მინიმალურამდე იყო დაყვანილი შანსი მისი წაგების წააგო საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგო მადიარი თან როგორც ვიცი ესეთი შედეგით უნგრეთის ისტორიაში მე მგონი არც არავის არ მოუგია ორბანმაც კი როცა საკონსტიტუციო მოიპოვა ხო მაშინ მაგასაც არ ქონდა ამდენი 138 თუ 117 მანდატით მე მგონი ორბანსაც არ ქონდა მოგებული ხო აქ ძალიან საინტერესო ფაქტორი არის ძალიან ბევრი ფაქტორი არის რის შედეგადაც ეს მოხდა პირველ რიგში უნდა საუბარი არის იმაზე რომ 16 წლის მანძილზე ერთი და იგივე რეჟიმი რო ყავს ის უკვე ეფექტიანობას კარგავს და აღარ არის ისეთი როგორიც იყო თქვათ თავიდან დაწყების წლებში და ყოველთვის მაგას ვამბობ ხოლმე არა მხოლოდ უნგრეთის კონტექსტში არამედ ზოგადად იგივე საქართველოს კონტექსტში რომ როდესაც ხელისუფლება ორვადაზე მეტი ხნით რჩება ქვეყნის სათავეში ის უკვე გარკვეულწილად ხიბლში ვარდება და იმაზე კი აღარ ფიქრობს რომ განსაკუთრებით იმ პირობებში როცა ქმედითი ოპოზიციაც არ არსებობს ხო ამ პირობებში უკვე იცდილობს არა ვთქვათ რაღაც დოვლათის შექმნაზე სიკეთის ჩამოყალიბებაზე და ასე შემდეგ არამედ პირიქით ის ცდილობს გარკვეულწილად როგორ გაიმყაროს თავისი ხელისუფლება კიდე ვთქვათ 4 წლით და მეტი ყურადღება აქეთკენ მიდის ვიდრე ვთქვათ იმაზე რომ იფიქრო რა გააკეთონ კარგი ასევე ჩვენ ნახეთ არაერთი დიდი პრობლემა რომელიც უნგრეთში ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა ეს იყო ეკონომიკური საკითხები ანუ რეალურად უნგრელი ხალხი ღარიბდებოდა ფასები იმატებდა და სოციალურად შეეხო უნგრეთის მოსახლეობას ორბანის რეჟიმის პოლიტიკა ასევე კორუფციის მაღალი დონე ხალხი უყურებდნენ რომ ორბანის გარემოცვა მდიდრდებოდა კარგად ცხოვრობდა ეგრეთ წოდებული ლაქშერი ცხოვრებით თვითონ კიდე ღარიბდებოდნენ ფასები იმატებოდა და შემოსავალი არ იზრდებოდა ხო ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და ამის გარდა კიდე რუსებთან მჭიდრო თანამშრომლობამაც ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა ამაზე მიუხედავად იმისა რომ მადიარმა თქვა ესეთი რაღაც რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხაო მადიარის მკვეთრად დაფიქსირებული პოზიცია აქვს იგივე უკრაინის კონტექსტში რომ რუსეთი აგრესორია მან რასაც არ აკეთებდა ორბანი და თუ თქვათ იმიტომ რომ ბოლო დღეებში რაღაც მოვისმინე კომენტარები რომ თითქოს მადიარის პრორუსი არის და ისიც კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებს თუმცა განსხვავება ამ ორს შორის იყო ის რომ ორბანი მჭიდრო კავშირში იყო თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო მადიარი გააგრძელებს სავარაუდოდ ამ ურთიერთობებს სუფთა პრაგმატული კუთხით, რაც მოითხოვს თქვათ ეროვნული ინტერესები, შეიძლება თქვათ ენერგეტიკა იყოს და ასე შემდეგ, თუმცა ის რომ ის თქვათ პუტინის მეგობარი გახდება და მის ინტერესებს გაატარებს, ეს ვფიქრობ რომ გამორიცხულია. ხო და ამ ფაქტორებმა და პლუს მოსახლეობაში იყო ძალიან დიდი დაღლა ოპოზიციისგან. ანუ რეალურად უნგრეთში ოპოზიცია ძალიან მძიმე ვითარებაში იყო. წინაარჩევნებზე ჩვენ ნახეთ რომ როგორღაც მოახერხეს ამ ოპოზიციურმა პარტიებმა მობილიზაციამ არა სულ რაღაც 35% აიღეს, თუმცა მაშინაც თუ სწორად მახსოვს 35% იყო, თუმცა მაშინაც ძალიან დიდი უკმაყოფილების დონე იყო უნგრეთში, მაგრამ ეხლა უკვე ამ პროცესმაც დაღალა ამ დაპირისპირებამ, პოლარიზაციამ, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებამ და
მაგიარი, ასე ვთქვათ, ახალი ფურცლიდან გააჩინა ეს ყველაფერი, იმედი მისცა და მადიარის ფაქტორიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ კონტექსტში და ამ ფაქტების ერთობლიობამ გამოიწვია სწორედ მადიარის გამარჯვება. ნუ რა თქმა უნდა, ხა ცალკე თემა არის მადიარმა რა გააკეთა და რა ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ერთობლივად ხო, ანუ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უნგრელმა ხალხმა გამოავლენა თავისი სამოქალაქო ნაციონალიზმი, რასაც ქვია და გადაწყვიტეს, რომ ხალხს უნდა სადავეები მიიღოთ ქვეყანაზე, ხელში აიღოთ მმართველობა და დაირაზმნენ, მოხდა ისტორიული მობილიზაცია და ამ მობილიზაციის საშუალებით უკვე მოახერხეს ცვლილებები. ანუ ეს მობილიზაციაც იყო ძალიან გადამწყვეტი, იმიტომ რომ მანდ რო ყოფილიყო ერთი 15 ან 20%-ით ნაკლები მობილიზება, მაშინ ორბანი მოიგებდა, შეიძლება 10%-ზეც მოიგო, მაგრამ აქ გადამწყვეტი იყო ნამდვილად აი დარაზმვა ადამიანების და გამოყვანა უკმაყოფილების მიუხედავად, ხო, ეს არსებული ოპოზიციური პარტიები ვერ ახდენენ ამ ადამიანების გარეთ გამოყვანას, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ეს იწევდა ყოველთვის გამოწვევს, მაგრამ ეხა უკვე ისეთი მოცემულობა დადგა, რომ მადიანმა მოახერხა ამ ადამიანების მობილიზება და მიყვანა საარჩევნო ურნებთან და შედეგიც შესაბამისად დაიდო მიუხედავად ამ ჩარევებისა და 1000 მანიპულაციისა, რაც ხდებოდა წინა საარჩევნო პერიოდში. კი ბატონო, ამ არჩევნების მერე საქართველოში აქტიურად წავიდა დებატები, საუბარი, ოპოზიციის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის არგუმენტები, რომ ესე უნდა გაკეთებულიყო, ისე უნდა გაკეთებულიყო. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ამ მომენტში, მაგრამ საინტერესოა, ბევრი პარალელი ჩანს ქართულ სიტუაციასთან. რა გააკეთა მადიარმა, როგორ მოახერხა ასეთი ტიპის შედეგის დადება. აი გასაგებია, რომ როდესაც სისტემა არის ძლიერი, 5%-ითაც რომ მოუგო, არის ძალიან რთული. ადამიანმა მოახერხა ის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა წაართვა და ეხლა პარლამენტში არის წარმოდგენილი ისე, რომ აქვს ყველა წინაპირობა იმისი, რომ ის სისტემა, რაც იყო აგებული ამ ავტორიტარული რეჟიმის მიერ, დაანგრიოს და უფრო დემოკრატიულ სისტემაზე გადააწყვეტს. ეხლა ამის გარანტია არავის არ აქვს, ესე იქნება თუ არა, მაგრამ საშუალება ნამდვილად არსებობს და რა გააკეთეს? ხო, ანუ შენახსენე ავტორიტარული სისტემა რეალურად ორბანი წინაარჩევნებს იგებდა ხოლმე. რეალურად იგებდა ამ არჩევნებს, მაგრამ იგებდა არა იმიტომ, რომ თქვათ მხარდაჭერა ქონდა, არამედ სისტემა იყო აწყობილი ისე, რომ აძლევდა მოგების საშუალებას და იგივე ეს მაჟორიტარები უფრო მეტნი იყვნენ. თან თავიდან სხვა რიცხვი იყო მაჟორიტარების და ნელ-ნელა ეს მაჟორიტარული სისტემა უფრო და უფრო მეტი მაჟორიტარი ხდებოდა და ამ პროპორციულ რაოდენობას უფრო ნაკლებს ხდიდა რა და ზოგადად ეს ძალიან აპრობირებული პრაქტიკა არის, როდესაც მაჟორიტარულ უბნებში უფრო მარტივი არის მანიპულაციები, სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, რომ შენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ჩვენ საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვინახავს, რომ მაჟორიტარული სისტემა როცა არსებობდა, რომ ზოგიერთ უბანში მაგალითად ოპოზიციურ პარტიას შეეძლო მოეგო უბანი, მაგრამ იმ პარტიის მაჟორიტარი აგებდა, თქვა სხვა პარტიის მაჟორიტარი, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია და აქ მანიპულაციის და გავლენის საშუალება მეტია და აი ამ სისტემით პლუს ამას სასამართლოს ჩარევებიც იყო უნგრეთში. მე ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დაქვემდებარებული იყო სასამართლო ორბანის ხელში, რადგან მაინც ევროკავშირის წევრი იყო და ევროკავშირს გააჩნდა შესაბამისი მექანიზმები, რომ ამის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მიეცა, მაგრამ მაინც სასამართლო მიკერძოვებული იყო ამ შემთხვევაშიც და მადიარი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აქ ჩვენ მოვისმენთ საუბრები ისე ოპოზიციურ გაერთიანებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ მადიარი რეალურად არავისთან არ გაერთიანებულა, იგი იყო დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც უბრალოდ ეს ტისა პარტია, როგორც მე მახსოვს, იყო პატარა პარტია არსებობდა და უბრალოდ ეს ამ პარტიაში შევიდა და ამ პარტიაზე დაიწყო ეს შენება რა. პირველი ფაქტორი რაც იყო ის, რომ ის ორბანის გარემოც გამოვიდა და მაგან კარგად იცოდა შიდა სისტემა, თავისი ამორჩევლის ფსიქოლოგია იცოდა, ორბანის ამორჩევლის ფსიქოლოგია და აქტიურად მუშაობდა თვითონ ორბანის ამორჩევლებთან, რომ ისინი გადმოებირა, იმიტომ რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში მოახერხა და გადმოიბირა. მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ზოგადად არჩევნების დროს ხოლმე ხალხი მაგალითად აძლევს ოპოზიციას ხმას, იმიტომ რომ უნდა რომ მართველი გუნდის წინამდე ხმის ეს ხმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგ ფაქტორიც იყო და პლუს მადიარის ფაქტორიც იყო, რომ
აი მე მომწონს ზოგადად მადიარი და იმიტომ ვაძლევ და არა იმიტომ რომ თქვა ორბანის წინამდე ვაძლევ ხმას. აი ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე მაგან ძალიან მარტივ ენაზე დაიწყო ადამიანებთან საუბარი. ის დადიოდა რეგიონებში დღეს სამწუხაროდ ყველაფერი სოციალურ ქსელებზე გადის ხოლმე და ტელევიზიებით და ასე შემდეგ, მაგრამ ის აი სოფელ დადიოდა ნამდვილად მე მქონდა საშუალება რამდენიმე კვლევა წამეკითხა მაგის კამპანიაზე და აი ოჯახ დადიოდა ადამიანი, ხვდებოდა და აი ძალიან გასაგებ მარტივ ენაზე ელაპარაკებოდა, რამე ველოსიპედი არ მოუგონია. აი ზუსტად იმ პრობლემებზე საუბრობდა, რა პრობლემებიც იყო, ეს იყო სოციალური საკითხები, ეს იყო კორუფცია, ეს იყო თქვათ ქვეყნის გამოწვევები, რუსეთთან კავშირები, მაგრამ ამას ისე ფუთავდა ის მარტივად და გასაგებად, რომ ის ადამიანი ძალიან კარგად იგებდა ამ ყველაფერს და მის მიერ დობა უჩნდებოდა, ანუ საზოგადოების მაღალი დობას მიაღწია მაგან და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და ასევე ახალგაზრდებთან მუშაობდა ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ამ მობილიზაციის დროს ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩევნებზე, გამოვიდნენ და ამ მასას შეუერთდნენ და მაგათი რაოდენობაც ძალიან დიდი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ყველაფრის ასე ვთქვათ განვითარებას და საქართველოს კონტექსტში ხო ანუ ჯერჯერობით სიტუაციაც განსხვავებული იყო უნგრეთში ხა აქ რაღაცეებში ჩვენ უფრო წინ ვართ უნგრეთზე, რაღაცეებში უფრო უკან ვართ. მაგალითად ეხა ის ფაქტი, რომ აბსოლუტური ძალაუფლება ორბანს არ გააჩნდა და ბუდაპეშტის მერი იყო ოპოზიციის წარმომადგენელი, ეგ საქართველოში არ არის. საქართველოში არის ძალიან მძიმე საკანონმდებლო ვითარება, ასევე CSKO-ს კუთხითაც ძალიან ბევრი გამოწვევა არის, რაც თქვათ უნგრეთში არ იყო, თუმცა უნგრეთში საარჩევნო სისტემაა ისეთი, რომელიც ჩვენზე უარესია და იგივე მაჟორიტარული სისტემა, რაც მართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებს და ასევე ეს მედიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ უნგრეთში მაგალითად მედიის დაახლოებით 95% მე მგონი ხელისუფლების ხელში იყო, მაგრამ საქართველოს კონტექსტში ჯერ კიდე არსებობენ 2-3 კრიტიკულად არხები, რომლებიც ოპოზიციას აძლევენ საშუალებას, რომ თავისი აზრი გამოთქვან და მოსახლეობას ელაპარაკონ. ამ კონტექსტში ნამდვილად უპირატესობა გვაქვს, თუმცა სხვა კონტექსტებში იგივე კანონმდებლობის კუთხით ძალიან ასე ვთქვათ გამოწვევების წინაშე ან ჩვენთან უფრო რთული სიტუაცია ზოგიერთ შემთხვევაში, ვიდრე ეს იყო უნგრეთში. აქედან გამომდინარე, რაღაც კომპონენტები შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს მადიარიდან, მაგრამ ის რომ თქვა მთელი ეს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო კამპანია აიღო და საქართველოს გადმოვიტანოთ, ეგ ნამდვილად არ იმუშავებს. ბატონო, მაშინ ესეთი კითხვა, რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამიდან? რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენ აქტივობებში, რა შეუძლია ოპოზიციას გაუმჯობესოს თავის აქტივობებში, იმ მაგალითზე რაც გამოჩნდა, ხო, გასაგებია რომ ყველაფერი ერთ-ერთში არ არის და არასდროს არ არის ერთ-ერთში, მაგრამ რაღაცა დასკვნები თუ არის, რაც შეგვიძლია გადმოვიტანოთ. პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორც უნგრეთში, ისევე საქართველოში მოსახლეობა და გადაიღალა ამ ოპოზიციური დაპირისპირებით, მათ შორის შიდა დაპირისპირებით, რაც წლების განმავლობაში იყო ნდობარი დაკარგული ოპოზიციის მიმართ სამწუხაროდ ხალხის მხრივ და სწორედ პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, ეს ნდობა უნდა გარკვეულწილად აღდგეს. თუმცა პარალელურად რეალურად ქართული პოლიტიკური სივრცე მოითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალებს. ახალ ისეთ ძალებს, რომლებიც თქვათ წარსულში არ იყვნენ გარეული რაღაც პოლიტიკურ მაქინაციებში, კორუფციაში და სუფთა წარსული აქვთ. ანუ ახალი სახეების მოთხოვნა არის, თუნდაც კმეთი სახეების და რაც მნიშვნელოვანი არის პარტიებმა არა ერთმანეთის ლანძღვაზე და თქვათ კრიტიკაზე უნდა იყვნენ გადასულებები. ყველა ვიცით ვინ არის, რა პრობლემები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და თქვათ ქართული ოცნება რაც თქვათ საფრთხებს ატარებს ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? მაგრამ აქ თავარი არის ის, რომ პარტიებმა მოსახლეობას დაანახონ ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები. ანუ რას გააკეთებენ? აი სიტყვაზე ხვალ რომელიმე პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, ხო? ანუ მას თავარი კითხვა იქნება, მას ექნება ის გეგმა, თქვათ, ერთი მხრივ რომელიც კრიზისიდან გამოგვიყვანს და მეორე რომელიც სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს, ხო? ანუ აი ამის ძალიან დიდი ნაკლებობა არის და რას თავარია საჭირო არის პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა დღეს და საინფორმაციო ველზე გავლენის მოპოვება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქართული ოცნება ადგენს საქართველოში და ოპოზიციას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ შემოიტანოს გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი და თან პოზიტიური პოლიტიკური
დღის წესრიგი და როდესაც ეს პოზიტიური დღის წესრიგის შემოტრიალება შეძლებს ოპოზიცია და ამ პოზიტიურ დღის წესრიგს ასე ვთქვათ დაალობირებს და გააძლიერებს, ხო ანუ აქაც სიტუაცია შეიცვლება და ასევე ახალგაზრდობის როლიც ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რომ მოხდეს მათი მობილიზება საარჩევნო ყუთებთან და მივიდნენ არჩევნებზე და რაც თავარი არის საჭირო არის თითოეულ მოქალაქესთან მუშაობა და ზოგადად საქართველოში სამოქალაქო ნაციონალიზმის განვითარება. ახლა ჩვენ ისტორიის მანძილზე არაერთხელ ნახეთ კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული თქვა ეგრეთ წოდებული ტაიმლაინები, როდესაც ჩვენი ნაციონალიზმი ვითარდებოდა. იგივე ილია ჭავჭავაძის პერიოდში და თერგდალეულების პერიოდში მოხდა ჩვენი ასე ვთქვათ კულტურულ ეთნიკური ნაციონალიზმის იდენტიფიცირება, გამოკვეთა და ასე შემდეგ, ხო? შემდეგი ტალღა უკვე წამოვიდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დროს, როდესაც ამ ნაციონალიზმმა გარკვეული ამბიცია და ეგო შეიძინა. თუმცა ამის შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მოქცევა სამოქალაქო ჩარჩოებში და სამოქალაქო ნაციონალიზმად გადაქცევა. თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა და ისევ ჩვენ ვართ ამ გარკვეულ იმ ნაციონალიზმის დონეზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქართველობაზე, ჩვენს კულტურაზე, ჩვენს ენაზე და ჩვენს ადაწესებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ამას განვითარება ჭირდება და სამშობლო და ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ უკვე სახელმწიფომდე რა. ან უნდა გარდავიქმნოთ კი სამშობლო არის საქართველოს ჩვენი, მაგრამ ეს სამშობლო უკვე უნდა სახელმწიფოდ გადაიქცეს და თანამედროვე ერთ სახელმწიფოდ, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ კოლექტიურად მიიღოს მართვაში, ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და გახდეს ყველა პროცესის თანამონაწილე. ყველა უნდა გაიაზროს, რომ მე როდესაც ვარ დღეს გადასახადების გადამხდელი, ხო, ანუ მე კი არ მთავრობა კი არ მიკვეთავს რა უნდა მე გავაკეთო, მე უკვეთავ მთავრობას რა უნდა გავაკეთო და მართლობის სისტემა უნდა არა ზემოდან ქვემოთ იყოს, ამან ქვევით და ზევით უნდა იყოს და ეს თუ არ გავაანალიზეთ ჩვენ, რაც კარგად ხონდა გაანალიზებული უნგრეთის მოსახლეობას, მაშინ ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. კი. მაგრამ საჭირო არის რომ ამ გზავნილის მიტანა მოხდეს გეთანხმებით მაგაში მოსახლეობასთან. სწორედ ეს არის რომ სწორი კომუნიკაციით, ასევე გარკვეულწილად პოლიტიკური ეგოების გვერდზე გადატანით და ყველასთან თანაბარი მუშაობით, ხო ანუ ნებისმიერ ან ყოველ რეგიონში, ყოველ ოჯახში მისვლა არის საჭირო და ადამიანურ ენაზე დალაპარაკება და ზუსტად მადიარს კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გააჩნდა არჩევნების დროს. მან ეს დაკომპლექტება მოახდინა თავისი საარჩევნო სიის, ეს მაჟორიტარებზე მაქვს საუბარი. ზოგი იყო სკოლის მასწავლებელი, ზოგი იყო რაღაც ქარხანაში მუშაობდა, ანუ ყველა საზოგადოების, ყველა სეგმენტიდან მოახდინა ამ ადამიანების მობილიზება და სწორედ ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უშუალოდ მოსახლეობაზე, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ რომელიღაც სოფელში მაჟორიტარი იყო მაგათი ასე ვთქვათ სოციალური ფენიდან და სოციალური გარემოდან წამოსული, ხო, მის მიერ დობაც არსებობდა და შესაბამისად ელექტორალურადაც ხმას აძლევდნენ მაგას, იმიტომ რომ ძალიან მოწონდათ ეგ ადამიანი. ყველგან არ არის საჭირო რომ 5 დიპლომით და პროფესორი და ასეთი ბექგრაუნდით იქნეს წარდგენილი, ხო, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფაქტორი ძალიან გასათვალისწინებელია და უნდა მოხდეს ძალიან ასე ვთქვათ ფოკუსირება, ყველა ფოკუსი უნდა გასწორდეს ძალიან აი ყველა სეგმენტზე და ყველა სეგმენტის მიმართ უნდა შემუშავდეს შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლითაც ისინი დაელაპარაკებენ გასაგებ ენაზე და ამ დობას მოიპოვებენ ისევ. არსებულმა პარტიებმა უნდა, რა თქმა უნდა, დობა აღიდგინონ და ახალმა პარტიებმა უნდა შექმნან დადებითი დღის წესრიგი და ეს დობა მოიპოვონ და რაც თავარია საჭირო არის გეგმა, რას ვაკეთებთ არჩევნების მერე, თუ თქვა შეიცვალა ხელისუფლება და ცვლილებების მერე რა უნდა კონკრეტული ნაბიჯები რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ რაც დრო გადის სამწუხაროდ დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია და ამას დაჭირდება ძალიან სწრაფი კრიზისიდან გამოსავალი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამ კრიზისიდან რომ გამოვალთ, სწრაფად უნდა შევდგეთ რელსებზე და უფრო სწრაფად გავაგრძელოთ განვითარება, ვიდრე საფრთხემდე ხდებოდა. კი, კომუნიკაციის მხრივ ერთადერთს დავამატებდი, რომ აშკარა იყო, რომ კომუნიკაციის მთავარი გზავნილები იყო ნათელი, მაგრამ დანარჩენი კომუნიკაცია იყო დეცენტრალიზებული. ანუ რეგიონებში, როდესაც ყავდა თავისი წარმომადგენლები, ისინი ავტონომიურ რეჟიმში ატარებდნენ სხვადასხვა ტიპის კამპანიებს, ანუ არ იყო აუცილებელი, რომ ცენტრიდან ყველა გზავნილზე, ყველა პოსტზე ყოფილიყო დასტური. ანუ ერთ რაღაც სისტემა იყო აწყობილი, რომელიც თან მოქნილი იყო და ამან საშუალება მისცა, რომ იმ ადგილობრივ
ამასაც აქვს მნიშვნელობა რა, რომ ადგილობრივი ტიპი რო უყურებს პოლიტიკოს წარმომადგენელს რაღაც პარტიის და ის პარტიის წარმომადგენელი პასუხს ვერცემს სანამ ცენტრიდან არ უთხრეს რაღაცა იმ ადამიანსაც პატივის ცემის მხრივაც მაინდა-მაინც საქმეს ვერ მოგიგვარებს. ეგ მომენტიც არის და კიდე ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკვე არჩევნებამდე საარჩევნო გარემო ისეთი იყო, მოსახლეობაში განწყობა იყო უკვე ცვლილებების თითქოს ადამიანებს უკვე გააზრებული ჰქონდათ და მზად იყვნენ ამ ცვლილებებისთვის, რასაც ვერ ვიტყვი 2024 წლის ჩვენ არჩევნებზე, იმიტომ რომ როდესაც ხდება რეჟიმის ცვლილება და ახალი ხელისუფლების მოსვლა, უკვე წინასწარ რაღაც განწყობა არსებობს, ისეთი საინფორმაციო ველი არის, რომ საზოგადოებაც მზად არის ამ ცვლილებებისთვის. ესე მოხდა 2003 წელს რევოლუციის დროს საზოგადოება მზად იყო ამ ცვლილებებს ითხოვდა და ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი არჩევნებამდე. იგივე მოხდა 2012-ში. ხო, ანუ როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება, მაშინაც ეს გარემო იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხალხი მზად იყო ამ ცვლილებებისთვის და უკვე ფსიქოლოგიურადაც იცოდნენ, რომ სხვანაირი სცენარი ვერ გამვითარდებოდა და უნგრეთის მაგალითზეც უკვე ფაქტობრივად მადიარს მოგებული ჰქონდა ეს არჩევნებამდე და არჩევნებზე უბრალოდ გაიფორმა თავისი გამარჯვება, იმდენად მობილიზებული იყო საზოგადოება და ეს საზოგადოებაც დაყოფილი იყო ზოგი მადიარს უჭერდა მხარს, ზოგი ორბანის წინააღმდეგი იყო და მაგიტო უჭერდა მხარს და ამ ყველაფრის მობილიზაციის საშუალებით დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ერთს დავამატებ, რომ მოსახლეობა, ანუ ხშირად არის საუბარი, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალას აძლევს ხმას და არა მარტო საქართველოში, ყველგან ესე არის, ადამიანი აძლევს ძალას ხმას. და აქ ფსიქოლოგიური ელემენტიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მადიარმა მოახერხა ის, რომ ეს რეგიონებში სიარული საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა იმაში, რომ უზარმაზარი გამოსვლები იყო ქალაქებში, სადაც ორბანის პარტია იყო, ანუ მათ დასაყრდენი ქალაქებად ითვლებოდნენ საბოლოო ჯამში და ეს გამოსვლები იმდენად ფსიქოლოგიურად შემარყეველი იყო, რომ ნებისმიერ ადამიანი, რომელიც უყურებს ამას, ხვდება, რომ ეს მოგებული აქვს უკვე და ეხლა უნდა გაიფორმონ არჩევნები. კი, სწორედ აი საქართველოშიც უფრო ეს სტატუს კო ლოიალისტი ამომრჩევლები ვინც არიან, ხო, რომლებიც უფრო იხრებიან ძალისკენ, რა თქმა უნდა, თუ არ მოხდა ოპოზიციურ ფლანგზე ძალის პროექცირება და არ დაინახა მოსახლეობამ, რომ აქეთ მხარეს არის არსებული ძალის საპირწონე ძალა, ხო? მაშინ შენ ვერ მოახდენ, ასე ვთქვათ, არჩევნები მოქალაქეების მობილიზაციას და მადიარმა რაც მნიშვნელოვანი გააკეთა, მან დიდი რაოდენობით ორბანის მხარდამჭერები გადმოიბირა და ჩვენ შემთხვევაშიც ესე არ გამოვა რაღაც ბაბლებში ჩაიკეტონ პოლიტიკური პარტიები და ესე გააგრძელონ თავის საქმიანობა. თუ არ მოხდა კომუნიკაცია ქართული ოცნების ამორჩევლებთან და მაგათი დარწმუნება, იმიტომ რომ მაგათთან ძალიან სერიოზული უკმაყოფილება არსებობს, უბრალოდ მათი მთავარი ასე ვთქვათ არგუმენტი არის ის, რომ სხვა საპირწონე ძალა არ არის ოპოზიციური საქართველოში და შესაბამისად ისევ ოცნებას აძლევენ ხმას, იმიტომ რომ მაგაზე უკეთეს ჯერ არავინ არ არის, მაგრამ როდესაც ისინი დაინახავენ, რომ გამოჩნდა სერიოზული, პრაგმატული, პროფესიონალური და კეთილსინდისიერი გუნდი, ისინიც ბუნებრივია გადმოვლენ აქეთ მხარეს და ხმას მისცემენ იმ პოლიტიკურ პარტიას. ხო, არ არის რა მარტო პოლიტიკური კამპანია, აქ სხვადასხვა ელემენტები, ფსიქოლოგიური საინფორმაციო და ასე შემდეგ. ძალიან ესეთი თემა მარტივი, ასე ვთქვათ, თითქოს. მოდი გადავიდეთ უკვე უფრო გლობალურ თემაზე, ნაწილობრივ შევეხეთ ამ თემებს, მაგრამ მინდა რომ უფრო ჩავშალოთ. ბევრმა მსოფლიო ლიდერმა ფსონი დადო ორბანზე. პირდაპირ მხარი დაუჭირა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა და პრაქტიკულად კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი გამოსვლის წინ ტელეფონით დარეკა. სიმბოლური ჩარევა იყო. ხო, ანუ პირდაპირ დაუმალავი ზეწოლის მცდელობა იყო იმის გამოჩენით, რომ ორბანი იყო გადამრჩენელი უნგრეთის. ხო, ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი რო შენთან ჩამოდიან და გეუბნებიან, რომ ეს კაცი არის, ვინც გადაკარჩენთ, ცოტა რთული არის. თვითონ ორბანი ძალიან აქტიურად ატარებდა ნეგატიურ კამპანიას, ანუ ამბობდა, რომ უკრაინა ომს დაიწყოს, მაგრამ გადაამლაშა, ასე ვთქვათ, და ამ მიმართულებით მაინდა-მაინც ის შედეგი ვერ დაიდო. ნეტანიაჰუმ დაუჭირა მხარი
ფიცომ დაუჭირა რა თქმა უნდა მხარი, მელონიმ დაუჭირა, გერმანიაში AfD-ს წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი, დიდ ბრიტანეთში ნაიჯელ ფარაჟმა დაუჭირა მხარი, ჩინეთმა პირდაპირ არ დაუჭირა მხარი, მაგრამ ორი თვით ადრე ჩავიდა ვანი საგარეო საქმეთა მინისტრი და ილაპარაკა ისეთები, რომ პრაქტიკულად მხარის დაჭერა გამოვიდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ორბანმა წააგო. ეხლა საინტერესოა, რას ნიშნავს ეს ამერიკისთვის, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი პირდაპირ არიან ჩართული უნგრეთის არჩევნებში და ეს კანდიდატი, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ძალიან დიდი სხვაობით აგებს. ეხლა მე იმის ილუზია არ მაქვს, რომ მადიარი ან ტრამპი გადაწყვეტენ, რომ უნგრეთთან ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ კონკრეტულად ამ კონსერვატიულ მოძრაობას, რომელიც ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა ორბანი საბოლოო ჯამში, გარკვეული პრობლემები აქვს არა მარტო უნგრეთში, არამედ მსოფლიოში. ხო, ეს სწორედ კონსერვატიული მოძრაობიდან დავიწყებ, ხო, ან ჩვენ ნახეთ, რომ რაღაც გარკვეულ წლების განმავლობაში ეს კონსერვატიული მოძრაობები მე მაქვს საუბარი AfD-ს და ლეპენის და მსგავსი ხო, ესენი გარკვეულწილად ძლიერდებოდნენ თავისი პოპულიზმით, მათ გარკვეულწილად წარმატებას მიაღწიეს კიდევაც, მაგრამ ამას ჰქონდა რაღაც დროებითი ეფექტი, იმიტომ რომ საზოგადოებამ რეალურად დროთა განმავლობაში დაინახა მათი რეალური სახე და რეალური მიზნები და აქედან გამომდინარე ეს უფრო გლობალურად უყურებ, კონსერვატიზმზე არ მაქვს საუბარი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ კლასიკურ კონსერვატიზმზე, მე მაქვს სწორედ ამ პოპულისტურ ჯგუფებზე საუბარი და რა თქმა უნდა ეს დიდი დარტყმა იქნება პოპულისტური ჯგუფებისთვის, მათ შორის ორბანისთვისაც. ნუ ჩეხეთზე მე ვერ ვიტყვი რომ ისინი მაინც და მაინც ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ხელისუფლება ძალიან კონსერვატიული მოვიდა, თუმცა ფიცოსთვის ნამდვილად ეგ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება თან იმ პირობებში, ვთქვათ, თუ ორბანს გააჩნდა თავისი უშუალო პოლიტიკური წონა და მას ჰქონდა გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობა შიდა დონეზე და უფრო გამყარებული პოზიციები სახელმწიფო მმართველობის კონტექსტში, ფიცო მაგალითად, როგორც პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად ახლოს ვერ მივა ორბანთან და მისი ხელისუფლება ძალიან არასტაბილურად არის, მან კოალიცია აქვს შექმნილი, თუმცა შეიძლება ნებისმიერ დროს რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და სერიოზული საფრთხე შეიქმნას მმართველობას. აქედან გამომდინარე, როგორც მახსოვს, მომავალ წელს არის სლოვაკეთში არჩევნები, მე მგონი თუ არ ვცდები და ალბათ სხვა შედეგი დადგება და ალბათ ფიცო მანდატს წააგებს, იმიტომ რომ მოსახლეობაში როგორც ამბობენ და როგორც გარკვეული კვლევები ამბობს, დიდი უკმაყოფილებაა მის მიმართ. ამერიკის მიმართულებით მე არ მგონია რომ რამე კრიტიკულად შეიცვალოს ორმხრივი ურთიერთობები უნგრეთთან, ნუ გარკვეულწილად რაღაც თავისი ეგრეთ წოდებული აქტივი დაკარგა ამერიკამ როგორც ევროპაში, ასევე ამ კონსერვატიულ ფლანგზე, მაგრამ რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, მე არ მგონია რომ რამე განსხვავებული მოხდეს, მე ვფიქრობ რომ სტანდარტულად გაგრძელდება ამერიკა-უნგრეთის ურთიერთობები და სავარაუდოდ რაღაც კონკრეტულ ფორმას შეიცვლის, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მადიარი კონსერვატორია რეალურად და კლასიკურ ამერიკელ კონსერვატორებთან მას დარწმუნებული ვარო ძალიან კარგი ურთიერთობები ექნება. მე არ მაქვს რაღაცა მაგა ჯგუფზე საუბარი, მე მაქვს ისევ და ისევ კლასიკურ კონსერვატორებზე საუბარი, საიდანაც ნუ ეს ისტორიის განმავლობაში ისეთი პრეზიდენტები მოდიოდნენ, როგორც იყო მაგალითად რონალდ რეიგანი და კლასიკურ ფრთაზე მაქვს საუბარი და აქედან გამომდინარე მე რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამორჩევ. ნუ შეიძლება ტრამპისგან 1-2-3 თვის განმავლობაში გარკვეული განცხადებები წამოვიდეს ნეგატიური მადიარის მხრივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ დაალაგდებიან ერთმანეთში. რა თქმა უნდა, დაალაგდებიან. ყველაზე დაზარალებული მაინც მე ვფიქრობ, რომ რუსეთი გამოდის ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ რუსეთის როგორც აი დომინოს პრინციპით რო იშლება ხოლმე შენი დასარტყმები, ეგეთი პრინციპით მიდის ყველაფერი ჯერ კიდევ ადრე ხო ეს დაიწყო სირიით დაიწყო ვენესუელა, ირანი, ევროპაში, რუმინეთში ვერ შეძლეს შედეგის მიღწევა, მოლდოვა გამოეცალათ ხელიდან და ხა უკვე უნგრეთი გამოეცალათ. ყუბაში რაც კაცმა არის ის პლუს ჩვენ რეგიონში ხა სომხეთში და აზერბაიჯანშიც რუსული გავლენები მცირდება. ცენტრალურ აზიაში 2000 შორის ამერიკის შეიძლება რუსული გავლენები არ მცირდება, მაგრამ ამერიკის გავლენები იზრდება. ამერიკის და ჩინეთის. ხო, შესაბამისად, ასე ვთქვათ, რუსეთის შეკავებასავით მიმდინარეობს და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, უნგრეთი იყო ყველაზე დიდი დასარდენი ევროპაში და
ეგეც გამოიცვალათ რეალურად ეხლა სერბეთი შერჩათ რუსებს ვისი იმედიც აქვს და მაგრამ სერბეთი ეხლა ევროკავშირში ვერაფერს ვერ გააჩერებს. ხო, და მეორე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი იქნება რუმინეთის ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებიც, იმიტომ რომ მანდაც როგორც 2026 წლის არჩევნები ბულგარეთში მანდაც რუსეთის პრორუსულ კანდიდატს გარკვეული რეიტინგი აქვს და მანდაც დიდი ალბათობით რუსეთი შეიძლება ჩარევას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ იქაც წარუმატებელი აღმოჩნდება რუსეთი. კი ბატონო, ამერიკის თვალსაზრისიდან ერთ რამეს დავამატებ, რომ ტრამპს მაინდა-მაინც კარგი ეს არა აქვს ბოლო პერიოდში, ბედი ასე ვთქვათ, არც ერთი მიმართულებით, რაზეც მან ფსონი დადო, არც ერთი მიმართულებით არ გაუმართლა და ეს შუალედური არჩევნები მოდის, ნელ-ნელა მოდის და ხდება ის, რაც ტრამპს ძალიან არ უყვარს, იგი აგებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ორბანის ასეთი აქტიური ჩართულობა, რო არ ყოფილიყო და ურთიერთობა იგივე ყოფილიყო, ანუ კი, ესაჭიროება ამერიკას ორბანი, ეხლა ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ორბანისნაირი ტიპი ამერიკისთვის საჭიროა, იმიტომ რომ ევროკავშირი გინდა თუ არა მაინც ეკონომიკური მოწინააღმდეგე არის და ტრამპი ყველაფერს ამ თვალსაზრისით უყურებს, რომ ეკონომიკური მოწინააღმდეგე ვინ-ვის რა წინააღმდეგობას უწევს და ევროკავშირთან სერიოზული დაძაბულობა ჰქონდა და ამ შემთხვევაში ორბანი საჭირო ადამიანია, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაც კონკრეტული დავაბლოკინოთ, რაც შენ თქვი დასაწყისში. ეს ერთი, მაგრამ იგი რახან პირადად ჩაერთო უკვე კამპანიაში და მან თავისი ბრენდი ასოცირება გააკეთა, ეს გარკვეული დარტყმა იქნება ამერიკისთვის შიგნითაც. მე ვფიქრობ, უფრო პირად რეიტინგზე იქნება, ეგ აისახება და პირად იმიჯზე აისახება, შეიძლება პროცენტულ მაჩვენებელზეც იყოს გარკვეული გავლენა, მაგას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ გამოჩნდება შუალედურ არჩევნებზე და დიდი ალბათობა არის იმისი, რომ წარმომადგენელთა პალატაში ალბათ დემოკრატები გადაწონიან რესპუბლიკელებს, თუმცა ეს სენატი ცოტა საჩოთი როა. სენატი არ ვიცი, ჯერ ბევრი დრო არის მაგამდე. ხო, თუმცა კონგრესში თუ აიღო უკვე უპირატესობა დემოკრატებმა, უკვე საკმაოდ ბევრი ბერკეტები ექნებათ, რომლითაც შეძლებენ ტრამპის შეკავებას. ეხლა ზოგადად ამერიკის ინსტიტუციური სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ ეხლა სასამართლოს და სხვა ინსტიტუტებს შეეძლოთ გარკვეულწილად და შეძლეს კიდევაც გარკვეული გაწყვეტილების დაბლოკვა, მაგრამ ეხლა უკვე რომ საკანონმდებლო ორგანოშიც, ქვედა პალატაშიც დემოკრატები თუ გაიმარჯვებენ, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან ასე ვთქვათ მოსალოდნელია, რომ გარკვეული ცვლილებები და ამერიკის საგარეო პოლიტიკის გარკვეული კორექტირებაც მოხდეს აქედან გამომდინარე. საინტერესო პროცესები მათ შორის ჩვენ კონტექსტშიც. კი ბატონო, და ძალიან საინტერესო პროცესები მიდის და თვითონ ეს პიროვნული ფაქტორი ტრამპის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგი ყველაფერს პიროვნული ურთიერთობებიდან აფასებს და ორბანს იგი ხშირად ეძახდა ძლიერ ლიდერს, რაც ძალიან საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ თურქეთის პრეზიდენტში შეეშალა, მაინც ორბანის სახელი იცოდა და ხშირად ამბობდა ხოლმე და ამ ხრივაც ძალიან საინტერესოა, რომ მან საბოლოო ჯამში მე არ მახსოვს, AfD-საც მხარს უჭერდნენ ისინი აქტიურად, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი არ ჩასულა გერმანიაში და აქტიური კამპანია არ უწარმოებია. ხო, იმიტომ რომ მან კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რომ AfD-ს როგორ თქვა, დიდად არ ჰქონდათ იმედი, რომ AfD გაიმარჯვებდა და განსაკუთრებით იმ პირობებში იმაზე მეტი ხმა აიღო AfD-მ, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ფსონი აღარ გაუკეთებიათ, მაინც რისკები არსებობდა და ორბანის შემთხვევაში ძალიან დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაიმარჯვებდა ორბანი და შეიძლება ეს გარკვეული ჟესტიც იყო მათი მხრიდან მხარდაჭერის, რომ თქვათ ესენი მაინც გაიმარჯვებენ და ჩვენ რო ჩავალთ კიდევ უფრო თქვათ ჩვენი ლევერიჯი გაიზრდება ამაზე, მაგრამ წარმატებასთან ასოცირებაც კარგი არის. ხო, იმიტომ რომ ხო, ეგ მომენტი იყო რა კიდევ მნიშვნელოვანი და შეიძლება ამ ფაქტორებიც ითამაშა, თუმცა კიდევ ერთი ფაქტორია, ისე უნგრეთს რო დაუბრუნდე, რაც იყო მნიშვნელოვანი, კვლევებმა რაც წინასწარი შედეგები დადო, ხო ზუსტად იგივე შედეგები რა ძალიან იშვიათობაა ხოლმე რა, მაგრამ ზუსტად ის შედეგები დაჯდა, რაც წინასწარ იქნა ასე ვთქვათ, მოძიებული ეგ ინფორმაცია გამოკითხვებით, კი. კი ბატონო, ჩვენ ამერიკის გარდა ვახსენეთ ევროპელი პოპულისტები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ორბანს სხვადასხვა მიმართულებით და მოდი ამაზეც ვისაუბროთ, რომ ამ ევროპელი ეგრეთ წოდებული მემარჯვენეები, ანუ დღევანდელი გაგებით პოპულისტების თვის რას ნიშნავს ორბანის დამარცხება. არის თუ არა ეს იმის წინაპირობა, რომ ისინი
ის რასაც ისინი უყურებდნენ, ანუ ორბანის მმართველობას ხშირად ისინი უყურებდნენ როგორც მაგალითს, რომ აი ესე შეიძლება რაღაცების გაკეთება და რაღაც სისტემის აწყობა და საბოლოო ჯამში გამოჩნდა რომ არ არის ეს მიზანშეწონილი და არ არის სამუდამო წარმატების მაგალითი. რას ნიშნავს ეს მაგალითად მელონისთვის, რას ნიშნავს ეს ლეპენისთვის, რას ნიშნავს ეს AfD-ს ლიდერებისთვის და ასე შემდეგ, ვინც იყო აქტიურად ჩართული ამ ხრევ. ხო, სხვათა შორის ამ პოპულისტური ჯგუფების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ისინი აპელირებდნენ და რის ირგვლივათაც ისინი ასე ვთქვათ, ახდენენ მობილიზებას ამორჩევლის იყო, ორბანზე გადავალ, მაგრამ ერთი უბრალოდ ის გარემოება მინდა აღნიშნო, ეს იყო მიგრაციის საკითხი. ამ მიგრაციას ძალიან კარგად იყენებდნენ ისინი ამ მოსახლეობის მობილიზებისთვის, აი როგორც ვთქვათ, ჩვენთან იყო ეს ომი თუ მშვიდობა და ორბანიც ძალიან აქტიურად იყენებდა ომის თემას, ხო ეს ამ პოპულისტების ჯგუფებისთვის გერმანიაში და საფრანგეთშიც ეს მიგრანტების საკითხი ძალიან ასე ვთქვათ, კარგად მუშაობდა მოსახლეობაზე, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ამ წლებთან ერთად მათ რეალურად თავისი სახე გამოაშკარავეს და მოსახლეობამ დაინახა რეალურად ისინი არიან ამავდროულად ზოგმა ქვეყანამ დაიწყო რეალურად ამ მიგრანტებზე მუშაობა საიმიგრაციო პოლიტიკაზე და ეს ფაქტორი გამოაცალა ამ პარტიებს და შესაბამისად მათი რეიტინგიც ეხა ბოლო კვლევები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ბოლო ტენდენციები რაც ვნახე, ხო, ანუ სუსტებოდან ისინი, ორბანი რა თქმა უნდა გამოეცალა, როგორც თქვი, მათი ძირითადი საყრდენი იყო და მე ვფიქრობ, რომ ორბანის გამოცდით ისინი დასახე მაგათი გაქრობა რა თქმა უნდა გამორიცხულია ხა თავისი ელექტორატი მაგათ მაინც ეყოლებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვფიქრობ, რომ თუ ევროპამ კვლავ აიღო ეს სადავეები და სტრატეგიული გამარჯვება, რასაც უნგრეთის არჩევნები ქვია, სწორედ გამოიყენა, ხო, ანუ არის შანსი, რომ ეს ამათი დასუსტების ასე ვთქვათ ტენდენცია გაგრძელდეს რადიკალური ჯგუფების. საინტერესო მარჯვენეების. თემა არის ერთ-ერთი თემა არის ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ორბანის მმართველობისას რა ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა 16 წელი რო ხარ მმართველობაში პრაქტიკულად ყველა პრობლემა რაც ქვეყანასაა შენ გამოაქვს იმიტომ რომ შენ რა თქმა უნდა შენ ხარ პასუხისმგებელი მაგრამ სხვას ვერავის ვერ დააბრალი თუ რაღაც არ მოიფიქრე და ორბანს მოფიქრებული ქონდა ხან უკრაინას აბრალებდა და ხან ევროკავშირს აბრალებდა და ასე შემდეგ მაგრამ ამან საბოლოო ჯამში არ გამართლა რუსებსაც იგივე პრობლემა აქვს ეკონომიკური პრობლემა უკვე აღიარებენ თვითონ ისინი უბრალოდ იმათ ცოტა სხვა ავტორიტარული რეჟიმი აქვთ და იქ ახლა მედია ითიშება, ინტერნეტი ითიშება, ქალაქებში კარგად თუმცა ეს არის ავტორიტარული ასე ვთქვათ რეჟიმის ლოგიკური გაგრძელება, იმიტომ რომ რაც კონკრეტული ფაზები აქვს ამ ავტორიტარულ რეჟიმებს, ახლა სიტყვაზე ორბანის რო არ წასულიყო ხელისუფლები და მე დარწმუნებული ვარ რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ის კიდევ უფრო გაამკაცრებდა რაღაცებს უნგრეთში და უფრო გააძლიერებდა უშუალოდ ავტორიტარული მმართველობის სისტემას და რუსეთშიც ახლა მაგალითად 4 წლის წინ ან 5 წლის წინ უფრო თავისუფალი გარემო იყო ვიდრე დღეს არის და ეს არის ზოგადად ამაში გასაკვირი არ არის იმიტომ რომ ეს არის ლოგიკური გაგრძელება ავტორიტარული რეჟიმებისთვის იმიტომ რომ სწორედ ამ მოჭერით ისინი ინარჩუნებენ თავის ძალაუფლებას იმ რაღაც მომენტში თუ მოუშვებენ იმიტომ რომ როგორც ეს ხალხის უკმაყოფილება იზრდება და ამას თუ არ მოუჭირენ ხო ანუ ეს გასკდება საბოლოოდ და აი ეს მოხდა ზუსტად ორბანის შემთხვევაშიც რა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში ის საბოლოო დასასრული მაინც ეს არის, მაგრამ აი როდის რას გადაუჭერენ და როდის ჩააბეტონებენ და როდის თქვათ მოუშვებენ, აი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. კი, ანუ ჩვენ კითხვა დავსვით, რომ რა შეგვიძლია ჩვენ ვისწავლოთ ამ სიტუაციიდან და მე მგონი ძალიან სამართლიანი იქნება დავსვათ კითხვა რა შეიძლება მაგალითად პოპულისტებმა ისწავლონ და ან აქეთკენ მიმყავდა თემა, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ეს სისტემა ადრე თუ გვიან სუსტდება, შეიძლება გასკდეს. ერთი ვარიანტი არის, რასაც რუსეთი აკეთებს და რასაც ჩრდილოეთ კორეა აკეთებს, ანუ რუსეთი ნელ-ნელა მიდის ჩრდილოეთ კორეისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრებები იყო, რომ რუსეთი ამას არ იზამს, იქ სხვანაირი სისტემა არის. ინტერნეტის აკრძალვა, მედიის აკრძალვა გათიშვა რა, პირდაპირ გათიშეს ინტერნეტი და თეთრი სიები აქვს, რა საიზე შეიძლება აწის შესვლა და რა საიზე არ შეიძლება. ანუ იქითკენ მიდის, სხვანაირად ვერ გააჩერებ ამ სისტემას, ან მეორე ვარიანტია, უნდა ჩამოიშალოს და დემოკრატიზაციისკენ უნდა გააკეთოს ისევ სვლა. ხო, აი ყოველთვის ესეთი დილემა არსებობს რა. თან ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის
დამოკიდებულება მოსახლეობა როგორ იღებს ამ ყველაფერს. ზოგ შემთხვევაში ხა ეს ავტორიტარიზმი იმარჯვებს, საბოლოოდ გატეხავს ხოლმე მოსახლეობას და უკვე მან ძალიან რთულდება სიტუაცია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში რაც უფრო უჭერს რეჟიმი, მით უფრო ძლიერდება ეს პროტესტიც, უკმაყოფილებაც და შესაბამისად აი აქ ურთიერთქმედება არის ძალიან საინტერესო ხოლმე. სხვადასხვა ქვეყანაში, ეხლა რუსეთში მაგალითად ჯერჯერობით პუტინის ნავიჯებმა გაამართლა, იგივე ჩრდილოეთ კორეაშიც ეს მუშაობს, მაგრამ ორბანის შემთხვევაში არ იმუშავა, მან საინტერესო იქნება სერბეთში რა მოხდება არჩევნების დროს, ხო, ანუ მანდაც იყო მცდელობები, რომ გარკვეული ისინი გაეკეთებინათ, გაემკაცრებინათ იგივე კანონები, იგივე სისტემა, მაგრამ ხალხისგან სერიოზული წინააღმდეგობა მიიღეს, აი აქ სხვათა შორის სერბეთის არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ აი სერბეთს და საქართველოს შორის ბევრი მსგავსება არის და აქედან გამომდინარე იქ თუ მოხერხდა ცვლილებების მიღწევა, მაშინ აქაც უკვე პირველ რიგში ადამიანები ფსიქოლოგიურად სხვანაირად დაიწყებენ ფიქრს და უფრო განწყობად შეიცვლება. ხა უნგრეთის ფაქტორმაც მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, თქვათ ვინც ნიჰილისტურად იყო განწყობილი, იმედი მოეცა და სერბეთის არჩევნები შეიძლება ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო გახდეს. კი ბატონო, სერბეთზე ერთადერთი გამახსენდა ეხლა, რომ სხვათა შორის ორბანმა წინასაარჩევნო თქვა, რომ სერბებმა აღმოაჩინეს უკრაინელების მიერ დადებული ბომბი, რომელიც ნავთობსადენზე თუ გაზსადენზე იყო, მაგრამ რაც თავიდან დაადასტურა სერბეთმა, მაგრამ შემდეგ არ დაადასტურა, რომ ეს უკრაინელების მიერ იყო დადებული, ანუ ბოლომდე მხარი არ დაუჭირეს. დეზინფორმაცია შემოაგდეს, რაც ჩვეულებრივი ამბავია და აქედან გამომდინარე გასაკვირი ამაში არაფერი არ არის. საინტერესოა, რომ აი ბოლომდე არ შეყვნენ რა უკრაინის დადანაშაულებაში და ეს ჩემი აზრით ცოტა საინტერესო იყო. ხო, ანუ არის ხოლმე მომენტები, რომ ეს დათმობებზეც უწევთ წასვლა და ბოლომდე არ ყოფიან ხოლმე. ისევ და ისევ აი თავარი არის ხოლმე ამ ავტორიტარულ რეჟიმებში რამდენად შეუძლიათ უკვე პრაგმატულად აზროვნება, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ურჩევნიათ თავისი, თქვათ, გადარჩენის მიზნით, ხო, რომ ისევ და ისევ შეინარჩუნონ თავისი ადგილი ამ პოლიტიკურ გარემოში და თქვათ, მომავალზე იფიქრონ, აი მაგისთვის შეიძლება რაღაც კონკრეტული ნაბიჯების, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა მოუწიოთ, რომ ბოლომდე არ განადგურდნენ პოლიტიკურად. ეხლა საინტერესო იქნება ასევე ორბანის ნაბიჯებიც ის წავა პოლიტიკიდან დარჩება, დაიწყებს პარტიის, თქვათ, რეორგანიზაციას და იბრძოლებს შემდეგი არჩევნისთვის თუ უბრალოდ გაიშვება ესეც საინტერესო, იმიტომ რომ ორბანს ერთხელ წაგებულია არჩევნები უკვე და მერე ეგეწოდებული კამბექი გააკეთა და ეხაც თუ აქ იმედი ამ კამბექის საინტერესო იქნება. კი, ნამდვილად საინტერესოა და კიდე დიდი ფსონი უნდა დაიდოს იმაზე, რამდენად მოხერხდება. შემდეგი ნაბიჯი ეს არის, ერთი არის, რომ ავტორიტარი დამარცხდა, მაგრამ მეორე არის, რამდენად მოხერხდება იმ სისტემის გადაწყობა დემოკრატიულ სისტემაზე, რა სისტემაც იყო აწყობილი და ეს არის შემდეგი ტესტი, რაც ჩასაბარებელი იქნება უნგრეთს და როგორ გაართმევენ ამას თავს, იმიტომ რომ ეს ძალიან, როდესაც შედიხარ სისტემაში, რომელიც მოწყობილია შენ ძალაუფლებაზე, რაღაცა ხიბლში შეიძლება შევიდე. საფრთხე არის მაგის. ეგ უყავს ხოლმე რეჟიმებს და ხელისუფლებებს, აი ყველა არ აღნიშნე მე რომ აი ორი თერმის მერე, როდესაც ხელისუფლება რჩება უკვე ხიბლში გადადის და აღარ უნდა ამის დათმობა რა, თავი და ყველა კარგად იწყებს, იგივე ავტორიტარული რეჟიმებიც კარგად იწყებენ, მაგრამ უკვე ბოლოსკენ ცვლიან თავის პოზიციებს და ასე შემდეგ, ხო, ანუ ბევრი ფაქტორი ხა ჩვენ შემთხვევაშიც 2012-ის მერე ბევრი რაღაც კარგად დაიწყო, თუმცა დღეს რა ვითარებაშიც ვართ, ეგ უკვე ალბათ 2012 წელს რთულად წარმოსადგენი იყო. კი. მოდი ვისაუბროთ, ჩვენ ვახსენეთ, რომ ორბანი იყო თითქოს ტროას ცხენი ევროკავშირში. რას ნიშნავს ორბანის წასვლა ევროკავშირისთვის? ხო, რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, ძალიან კარგად გამოჩნდა უნგრეთის, ასე ვთქვათ, გავლენა ევროკავშირის გაწოდების მიღებაზე 2022 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. ზოგადად
არაერთხელ ნახეთ ჩვენ იმის ფაქტი, რომ ერთი მხრივ კი ბლოკავდა გარკვეულ გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ კი მხარს უჭერდა ორბანი უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, ეგ იქნებოდა სანქციები რუსეთზე დასაწესებელი და სხვა ნაბიჯები, მაგრამ მაინც ეს გაჭიანურება, ხო, ანუ გარკვეულწილად რიგ შემთხვევებში ევროკავშირის გადაწყვეტილებების ეფექტიანობას აქვეითებდა და თქვათ, რაც უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თქვათ, ერთ დღეს და ის გადაწყვეტილება იქნებოდა ძალიან ეფექტური, ხო, როდესაც იღებდნენ ერთისთვის მერე უკვე ის თავის გავლენას და თავის ხარისხს კარგავდა და ამაში ძალიან დიდი წვლილი შექონდა ორბანს. ასევე, ორბანი თავისი ამ პოპულისტური და ნაციონალისტური და ასე ვთქვათ, ანტიბრიუსელი, ესე დავარქვათ, ანტიბრიუსელის რიტორიკით, ხო, ანუ ცდილობდა, რომ შიგნით უშუალოდ ევროკავშირში გარკვეული დისონანსი შეეტანა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ევროკავშირის ქვენუარიანობა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით, ალბათ დღე არ გადიოდა, რომ არ გაეკრიტიკებინა ბრიუსელი სხვადასხვა მიმართულებით და ეს ზოგადად ქმნიდა ევროკავშირის მიმართ განწყობას, ნეგატიურ განწყობას სხვა ქვეყნების, არა ევროკავშირის წევრების მხრიდან და მათი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, თუმცა ეხლა უკვე სიტუაცია შეიცვლება. მე არ ვამბობ, რომ მადიარი რადიკალურად შეცვლის უნგრეთის საგარეო პოლიტიკას, იგივე უკრაინის კონტექსტში ხო რო ავიღოთ, მაგალითად ორბანი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. მე ვფიქრობ, რომ მადიარის პოზიციაც იგივე დარჩება, ოღონდ იქნება მისი პოზიცია ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებაზე, რაზეც იყო საუბარი და არა ვთქვათ განცხადებაც გაკეთდა. პერსპექტივაზე. ასევე, მიგრანტებთან დაკავშირებით ორბანს ჰქონდა ძალიან ესეთი ხისტი პოზიცია, მაგრამ შეიძლება მადიარს კიდევ უფრო ხისტი პოზიცია აღმოაჩნდეს მიგრანტებთან დაკავშირებით. ანუ რაღაცა ტექტონიკურ ცვლილებებს მე არ ველოდები უნგრეთის საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ კორექტირებები ნახდათ იქნებოდა, ეს კორექტირებები, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სასარგებლოდ იქნება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა ახლა უნდა ძალიან პრაგმატულად იმოქმედოს, ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს უნგრეთთან, უკვე ჩვენ ვიცით, რომ რაღაც მოთხოვნები, რეფორმების მოთხოვნები წაუყენეს, ის წინამდებიც ნამდვილად არ არის მადიარი და განახორციელებს, პლუს ის თანხა, რომელიც დაბლოკილი იყო უნგრეთისთვის, იმას თუ მოიხსნება ბლოკი, უკვე უნგრეთი შეძლებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას და გაუმჯობესებას და ეს ურთიერთქმედება ალბათ საერთო ჯამში ისევ და ისევ ევროკავშირს გააძლიერებს. კი ბატონო. ჩვენ ვახსენეთ ნაწილობრივ და მოდი უკრაინის და რუსეთის მიმართულებითაც ვისაუბროთ. უკრაინისთვის რას ნიშნავს ორბანის წასვლა? რამე შედეგის მომტანი იქნება, იმიტომ რომ ერთხელ 90 მილიარდი დაუბლოკეს, სულ არის ეს გადავადებები, ორბანი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ხოლმე გაჭიანურებაში, როგორც შენ თქვი უკვე და აი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხები, რაც უკრაინისთვის არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ფრონტი გაყინულია პრაქტიკულად. ეხლა ირანის გამო ჩვენ ყურადღება თევზის ოქროს თევზის ყურადღება გვაქვს, ირანზე გადავდივართ, მერე ვენესუელაზე, მაგრამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, სტაგნაცია არის. სამწუხაროდ რაღაცა ყურადღება გადავიდა ისრები ირანისკენ, მაგრამ უკრაინა ევროპული საფრთხეებისთვის მთავარი გამოწვევა რჩება დღესაც და აქედან გამომდინარე, ხო, ძალიან ისეთი ცოტა უკანა პლანზე გადმოვიდა, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს ისევ ის პროცესები, რაც იყო და სხვათა შორის ბევრი მიმართულებით უკვე უკრაინა წარმატებას ასახავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს აქვს უკვე ძალიან სერიოზული დანაკარგები აქვს. იმ დონეზეც, რომ ახლა ჩვენთან არ არის ფართოდ გავრცელებული ეს თემა, მაგრამ რამდენჯერმე ვახსენე, ინტერნეტი გათიშეს რა, ანუ სხვა სიტუაციის შენარჩუნების სხვა მეთოდები, ყველაფერი ამოიწურა, ყველაფერი აკრძალეს, ყველაფერზე ციხე არის, მაგრამ მაინც ვერ ხერხდებოდა ტელეგრამი აკრძალეს, ინტერნეტი აკრძალეს, რომ რამენაირად სიტუაცია შეიკავონ, ის უკმაყოფილება, რა უკმაყოფილებაც ეკონომიკური მიმართულებით არის და ასე შემდეგ. ამას ასაზრდოებდა ამ განწყობებს რუსეთში ასაზრდოებდა ის, რომ ევროკავშირში იყო სახელმწიფო, რომელიც გარკვეულწილად ამართლებდა რუსეთის ქმედებებს, გარკვეულწილად მხარს უჭერდა, შეიძლება ეხმარებოდა. ხო, და ყოველთვის იყო ხელიც გასაშვერი, რომ აი ევროკავშირში არის უნგრეთი, რომელიც
რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არაფერს უც არ ვაკეთებთ და პირიქით უნდა ფაქტობრივად რუსულ ტელეარხებზე, პროპაგანდისტულ ტელეარხებზე ორბანი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო ხოლმე და როდესაც ვრცელდებოდა, ვთქვათ, ის სურცელდებოდა ეს ანტიდასავლური ნარატივები და ის ნარატივი, რომ ევროკავშირი იშლება, ევროკავშირი 4 წელიწადში აღარ იარსებებს და ასე შემდეგ, ყოველთვის რუსი პროპაგანდისტები მოიხმარდნენ ხოლმე ორბანის პოზიციებს ამ შემთხვევაში, თუმცა ეს დასაყრდენი რეალურად დაკარგა რუსეთმა, მათ შორის ორბანი ვეღარ მოახერხებს, რომ ასაზრდოს მაგათი დეზინფორმაცია, პროპაგანდა, რომელიც რა თქმა უნდა შიდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. რაც შეეხება უკრაინის კონტექსტში, ჩვენ უკვე რამდენიმე გადაწყვეტილება, პოზიტიური გადაწყვეტილება ვნახეთ უნგრეთის მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა, ხა მომავალზე ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით, არ ვიცით რა ნაბიჯებს გადადგავს შემდგომში ახალი ხელისუფლება, რაც უკვე მოხდა უკრაინის კონტექსტში არის ის, რომ ის დაბლოკილი თანხა რაც უნდა ყოფილიყო, მადიარმა განაცხადა, რომ ის ხელს აღარ შეუშლის ამ თანხის გაცემაზე უკრაინისთვის და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც იყო, რასაც ორბანი არ აკეთებდა, მადიარმა პირდაპირ თქვა და აღიარა, რომ რუსეთი აგრესორია, როცა ორბანი ამაზე არასდროს არ საუბრობდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და ასევე მადიარმა ესეთი რამ თქვა, რომ სამხედრო კუთხით ის არ დაეხმარება უკრაინას, მაგრამ ჰუმანიტარული კუთხით ის მზად არის დაეხმაროს. ზოგადად ეხა უკრაინის მხარდაჭერა მაინც ჩვენ უნდა ერთიანი ევროპული კონტექსტით განვიხილოთ და უშუალოდ ესე უნგრეთ-უკრაინის კონტექსტში მე არ ამგონია რამე ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყოს, მაგრამ ერთიან კონტექსტში ევროკავშირი უფრო მოქნილი გახდება სავარაუდოდ და თქვა იმ გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად მიიღებს, რაშიც ორბანი ხელს უშლიდა და ეს ბუნებრივია უკრაინას დაეხმარება იგივე თანხების კუთხით, იგივე შეიარაღების კუთხით, რომ უფრო ოპერატიულად მიიღონ ეს მხარდაჭერა და უფრო ეფექტურები გახდნენ ფრონტზე. ასევე, უკრაინას შევეხეთ და უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები. ასევე მნიშვნელოვანი არის ამერიკის თავდაცვის პენტაგონის მიერ გაკეთებული განცხადება უკრაინის ტექნოლოგიური წინსვლასთან დაკავშირებით და მე ვიტყოდით ამ ამათ შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ხდება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჯარის სიძლიერეზე და სამხედრო შესაძლებლობების სიძლიერეზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს აძლიერებს, არის უშუალო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ჩვენ ვნახეთ, რომ დაწყებული 2014 წლიდან და გაგრძელებული 2022 წლიდან უკრაინა ომში იმყოფება და ომი არის ყველაზე ასე ვთქვათ ეფექტური საშუალება, რომელიც აწრთობს შენს ჯარს, ხო და აქედან გამომდინარე უკრაინამ მიიღო სერიოზული გამოცდილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, უკრაინამ შეძლო სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება ამ გამოწვევის წინაშე რო აღმოჩნდა უკვე აი თვითგადარჩენის ინსტინქტი რო ირთვება ხოლმე აი ზუსტად მაგ პრინციპით უკრაინამ შეძლო იგივე ეს დრონების წარმოება, იგივე ეს ტექნოლოგიური გარღვევა ისე დონემდე მისვლა, რომ უკვე გარკვეული მიმართულებებით არა უკრაინა იყენებს დასავლურ ტექნოლოგიებს, არამედ უკრაინა გახდა თავის ტექნოლოგიების ექსპორტიორი დასავლეთისთვის, მათ შორის ამერიკისთვისაც. ხო, ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების კონტექსტში ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელების დრონების საწინააღმდეგო საშუალებები და მათი ექსპერტები ჩავიდნენ ახლო აღმოსავლეთში და ეხმარებოდნენ ამ შაჰიდი დრონების მოგერიებაში. აქედან გამომდინარე, უკრაინა სერიოზული მოთამაშე ხდება და მე ვფიქრობ, რომ მომავალში, როდესაც უკრაინის პრობლემა გადაიჭრება, უკრაინას აქვს რეალური პოტენციალი, რომ გახდეს ევროპის უსაფრთხოების მთავარი დასაყრდენი და ფარი და სწორედ ამას უკვე აცნობიერებს ევროპა, ძალიან კარგად ხედავს და მათ ინტერესებში არის, რომ გრძელვადიან მაქსიმალური ინვესტირება გააკეთონ, ისევ და ისევ, რომ თვითონ მიიღონ სარგებელი უსაფრთხოების სახით. რა თქმა უნდა, ხა ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ და ზრდიან თანხებს და ინვესტიციებს სამხედრო შესაძლებლობებში, თუმცა უკრაინაც ამ ერთიანი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი აქტორი ხდება. კი, უკრაინაში რამდენიმე დღის წინ უყურებდი, სხვათა შორის დოკუმენტური ფილმი იყო, ამ ტექნოლოგიურ წინსვლაზე იყო ძირითადი აქცენტი და ძალიან საინტერესო რაღაცა თქვეს, რომ პრაქტიკულად ერთკვირიანი ციკლი არის ინოვაციის, დრონის გაკეთებიდან გაშვებამდე, ინფორმაციის მოგროვებამდე, ამ ინფორმაციის მერე წარმოებაში იმპლემენტაცია და უკვე ახალი ტიპის დრონი გამოდის, ანუ ერთკვირიანი ციკლზე არიან უკვე გადასული. სამწუხაროდ რუსებიც ამ მიმართულებით არიან, იმიტომ რომ იმათაც უკვე ეგზისტენციური პრობლემა დაუდგა და
იმათ შვიდ შუა გადარჩენილ. რუსეთში, როდესაც უკრაინა დარტყმები ხორციელდებოდა, ასევე გავიხსენოთ ის უნიკალური სპეცოპერაცია, რომელიც უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც სტრატეგიული ბომბდამშენები გაუნადგურა და რაც ყველაზე საინტერესო, რაც ყურში მოხდა ბოლო კვირების განმავლობაში იყო ის, რომ ერთ-ერთი ტერიტორიაო უკრაინაშიო გათავისუფლდაო რობოტიზირებული საშუალებებითო ცოცხალი ძალის გარეშეო, ხო? აი, ესეც მიუთითებს უკრაინის უპირატესობაზე, ტექნოლოგიურ უპირატესობაზე რუსეთთან მიმართებით. ისედაც ტექნოლოგიურად გარკვეულწილად 2022 წელსვე უკრაინა რუსეთზე უფრო მაღლა იდგა. მე გულისხმობ დასავლურ შეიარაღებას, მაგრამ უკრაინამ შეძლო რომ თავისი ეწარმოებინა უკვე და გაეძლიერებინა და ისე ძლიერ დამოკიდებული აღარ ყოფილიყო დასავლეთის შეიარაღებაზე და თავისი ადგილობრივი წარმოება განევითარებინა. ასევე აქ საინტერესო ფაქტორი არის ის, რომ უცხოური კომპანიებიც დაინტერესებულები არიან, რომ ერთობლივი საწარმოები შექმნან, რაც ეკონომიკურ სარგებელსაც მოუყვანს უკვე პოსტ-ომის პერიოდში უკრაინას და ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს მარტივად რო ვთქვათ. კი, ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და კარგი არის უბრალოდ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება. მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორბანის წასვლის შემდეგ ევროკავშირი იპოვის თავის საერთო ხმას, ერთხმას, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ორბანმა დაანახა სხვა პოპულისტურ ლიდერებს, რომ ევროკავშირის ვეტოს უფლება შესაძლებელია პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული და ჯერ არ არის კარგად გააზრებული ჩემი აზრით რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს მაგალითი ევროკავშირის შიგნით. ხო, აი ვეტოსთან დაკავშირებით კიდე დავამატებდი, რომ ევროკავშირში აქტიური დებატები მიმდინარეობს უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურის გადახედვასთან დაკავშირებით. რომ ვთქვათ, მომავალში აღარ განმეორდეს ისეთი ფაქტორები, როდესაც ერთი ქვეყანა მთლიანად ბლოკავს დანარჩენი ქვეყნების გადაწყვეტილებას და ამ ხრივაც მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში გარკვეული ცვლილებები შევიდეს და იმიტომ რომ როგორ არის იცი, აი ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაცია, როდესაც ფუძდება, ის შეიძლება იმ დროს ეფექტური იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში თუ არ მოხდა მისი რეფორმირება, ის თავის, ასე ვთქვათ, credibility დავარქვათ, სანდოობას და ეფექტიანობას კარგავს ხოლმე. აი ხა გაეროს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაერო იქცა ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციად, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობას, ასევე ჰუმანიტარულ ოპერაციებში იყო ჩართული, ასევე მისი გაეროს წარმომადგენლები არაერთ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, რომ დაერეგულირებინათ, განმეუხტა სიტუაცია და სხვა, თუმცა დღეს ჩვენ ხედავთ, რომ გაერო გახდა ფაქტობრივად ძალიან უნარდაქვეითებული ორგანიზაცია, რომელიც ვერ იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეცვლიან რაღაცას საერთაშორისო წესრიგის კუთხით. ჩვენ ნახეთ იგივე 2008-ში საქართველოს კონტექსტშიც გაერომ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ გააკეთა ისეთი მნიშვნელოვანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ფაქტორიც ვნახეთ. ეხლა სხვადასხვა кейსები არსებობს, სადაც გაეროს შეეძლო რაღაცის გაკეთება, თქვათ, ცივი ომის დროს ამას გააკეთებდა, მაგრამ ეხლა ვეღარ გააკეთებს და ევროკავშირშიც ეხლა ეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ხო ალბათ გადაიხედება და სწორედ რომ ესეთი ფაქტები და ისევ ეფექტურობა შეინარჩუნოს ევროკავშირმა, შესაძლოა ეს გარკვეული გადახედვა მოხდეს ამისი მაგაზე უკვე აქტიური დებატები არის და არ გამოვრიცხავ ამასაც. კი ბატონო. მოდი შევაჯამოთ საბოლოოდ ეს ეპიზოდი და ესეთ კითხვას დავსვავ, რომ სოფლიოსთვის რა შედეგი შეიძლება დადგეს ორბანის დამარცხებით? იმიტომ ორბანი როგორც ვთქვით არ იყო ადამიანი, ეს იყო უფრო კონსერვატიული პოპულისტური მოძრაობის სიმბოლო და ერთ-ერთი ფლაგმანი ეს სიპაკი, რომელიც მას ჰქონდა, რომელიც აღარ იქნება რომელიც აღარ იქნება ძალიან აქტიურად იყო. თუმცა არ გამოვრიცხავ აი სიპაკზე, ბოდიში რომ გაწყვეტინებ სიპაკზე რომელიმე ქვეყანამ აიღოს ვალდებულება და თვითონ გამოხატოს სურვილი, რომ თვითონ ჩაატაროს და დააფინანსოს ეს სიპაკის კონფერენციები, არ გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლებაც, რომ გამოხატოს ეს. ხო, შესაძლებელია. იმიტომ რომ აქტიური მონაწილე იყო ამ სიპაკის და ფაქტობრივად ბოლო წლებში ყველა სიპაკის, რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდა, ყველგან იმყოფებოდა ჩვენი დელეგაცია და აქედან გამომდინარე, რამდენიმე კურდღელს მოკლავს ამითი და არ არის გამორიცხული, რომ მართლა რაღაც შეთავაზება. ნახოთ, საინტერესო იქნება ნამდვილად. ხო და რო შევაჯამოთ, რა დასრულდა სინამდვილეში ორბანის დამარცხებით? მე ვერ ვიტყვი რომ რაღაც სოფლიო მასშტაბის რაღაც დიდი დასრულდა, ეპოქა დასრულდა, მაგრამ
დასრულდა, მაგრამ ვიტყვი რომ ეგ იყო სერიოზული გაკვეთილი პოპულისტური ძალებისთვის, რომლებსაც იმედი ჰქონდათ მომავალში გაძლიერების და რომლებიც განიხილავდნენ ორბანს თავის დასაყრდენად, ეს დასაყრდენი გამოეცალათ და ეხლა ალბათ უკვე გადაწყობა მოუწევთ მაგათ ახალ რეალობაზე და იმაზე ფიქრი რომ რა უნდა გააკეთონ ისეთი მაგათმა რომ კვლავ შეინარჩუნონ თავისი სიცოცხლის უნარიანობა. ის რომ არსებული დღის წესრიგით ისინი ვეღარ იქნებიან ისეთი წარმატებულები როგორც იყვნენ აქამდე, ხო? ეგ ფაქტია, მაგრამ აი რა სიახლეს შესთავაზებენ თავის ამომრჩეველს, როგორ გადაიარაღდებიან და რა პრინციპებით იმოქმედებენ, ხო, აი ეგ იქნება საინტერესო, აი ადაპტაცია რამდენად მოხდება ახალ რეალობასთან, ეგ არის საინტერესო, თუმცა ფაქტი ახლა ორბანის დამარცხებით არ დასრულებულა ეს პოპულისტური ჯგუფების არსებობა და არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წელიწადში რომელიმე სხვა ქვეყანაში ახალი ორბანიც მივიღოთ, მაგრამ ჯერჯერობით დღეს ასეთი სტატუს კო დადგა და ეს სტატუს კო როგორ შეიცვლება რა ფორმებით და შეიცვლება თუ არა, ეს უკვე მომავლის საკითხია, რაზეც ჩვენ ესე გარკვევით ვერაფერს ვერ ვიტყვით. კი ბატონო, ჩვენ გვიყვარს ხოლმე თეთრი და შავით აზროვნება და როდესაც რაღაცა დამარცხდება, გონია რომ всё აი ეს ყველაფერი მორჩა. ისევ და ისევ მინდა ისევ აი კონსერვატიზმზე საუბარი რა, იმიტომ რომ აი არ უნდა აგვერიოს ჩვენ რაღაც კლასიკური რეალური კონსერვატიზმი მემარჯვენე პოპულისტურ კონსერვატიზმისგან რა, იმიტომ რომ ორბანის და მადიარის კონსერვატორები არიან, მაგრამ თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდათ მაგათ და განსხვავებული იდეოლოგია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა, როდესაც ვსაუბრობთ კონსერვატიზმზე, კარგად გავაანალიზოთ რა არის კონსერვატიზმი და ასე შემდეგ. კონსერვატიზმი რეალურად კარგი მე მაგალითად ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ იდეოლოგიას, ასევე როგორც ლიბერალიზმს, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაცია როგორც კონსერვატიზმის, ასევე ლიბერალიზმის უკვე იწვევს ამ იდეოლოგიების ზოგად დემონიზებას, რაც მე ვთვლი რომ ძალიან არასწორია და საქართველოს კონტექსტში განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც შენ იტყვი რომ მე ვარ კონსერვატორი, უკვე ფაქტობრივად პრორუსის იარაღის გაწებებენ რა, რაც და რეალურად საქართველოს ყველაზე ძალიან ქართველი ხალხის იდეოლოგიიდან გამომდინარე, ყველაზე მისაღები მაინც კონსერვატორები არიან საქართველებისთვის, მაგრამ ეს კონსერვატიზმი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პროდასავლური და იმ ღირებულებებს უნდა აკმაყოფილებდეს და ატარებდეს, რაზეც დგას ეს იდეოლოგია. კი ბატონო. რო დავასრულოთ ეს ეპიზოდი, ერთადერთი დავამატებ იმას, რომ ორბანის დამარცხებას ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე, ძალიან ესე აღტკინებით ხვდება ხალხი, რომ თითქოს ანუ გაკვეთილები მარტო არის ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომელსაც არ უნდა ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება და არ არის ეს გაკვეთილები ავტორიტარული რეჟიმებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის მათთვისაც გაკვეთილი და ყველა მხარე, ვინც აკვირდებოდა ამ სიტუაციას, თავის დასკვნებს გამოიტანს და თავისებურად გააკეთებს ცვლილებებს, ასე ვთქვათ და შეიტანს კონკრეტულ ცვლილებებს თავის სამოქმედო გეგმაში. ჯერ არ არის ნათელი რა და როგორ იქნება, მაგრამ ამით არაფერი არ დასრულებულა, ჯერ ყველაფერი წინ არის, ეს არის დიდი ომის ერთი პატარა ბრძოლა და კი, პოზიტიურად დასრულდა, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ შედეგებით, რაც არის. ხო, უბრალოდ მე ერთ რაღაცას დავამატებ და ჩვენ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ თუ გვინდა რეალური ცვლილებები, ჩვენ ეს ამ ცვლილებებს არავინ არ მოგვიტანს. საერთაშორისო ახლა მაგალითად ხშირად გვესმის ხოლმე აი ამერიკა დაგვეხმარება, ევროკავშირი დაგვეხმარება და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ვისაც შეუძლია ცვლილების გაკეთება, ეს არის ქართველი ხალხი. კი შეიძლება რაც გარკვეული დამხმარე ფაქტორები მხარდაჭერა იყოს დასავლეთიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ძირეული მაინც სრული პასუხისგებლობა მაინც ქართველი ხალხის ხელში არის და ჩვენ თუ არ გავითავისეთ, რომ ჩვენი თავის ბატონ პატრონები ჩვენ ვარ და ჩვენი ბედი მართლა არ წდება არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც მოსკოვში და არც აშხაბადში, ხო, ანუ სანამ ამას არ გავითავისებთ, ჩვენ გაგვიჭირდება ცვლილებები რა, იმიტომ რომ თავარი მამოძრავებელი ძალა ცვლილებების არის ქართველი ხალხი და უკვე დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი ფაქტორები. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილებებიც უნდა წამოვიდეს ჩვენი საზოგადოებიდან და არა დასავლეთიდან. იმიტომ რომ აი დაგეთანხმები მაგაში რაც აღტკინება იყო ამ პროცესთან დაკავშირებით, არ იქ ახლა სანქციებს დააწესებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვარ ჩვენი თავის ბატონ პატრონები, გავაძლიეროთ ჩვენი სამოქალაქო ნაციონალიზმი და გავაანალიზოთ, რომ ჩვენ ვართ ჩვენი სახელმწიფოს თანამესაკუთრეები და
ამ ცვლილებებით შემდეგში უნდა აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ერთ სახელმწიფოთ თანამედროვე ერთ სახელმწიფოთ, სადაც შენი სამოქალაქო ნაციონალიზმი იქნება შენი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ ამავდროულად არ უნდა ჩარჩე რაღაც იზოლაციონიზმში და იზოლაციონიზმით შენი ნაციონალური იდეებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, გააგრძელოს საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ამაში ვხედავ ჩვენ მე გამოსავალს და ჩვენი ბედი მარტივად ვთქვათ ჩვენს ხელშია. კი. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ ბოლომდე. თუ ბოლომდე გვიყურეთ, ესე იგი მოგწონთ ჩვენი გადაცემა, ჩვენი კონტენტი, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი, ასევე გამოგვყვეთ პოდკასტის Facebook და Instagram გვერდებზე და ასევე ჩვენ გვაქვს TikTok-ის გვერდი, რომელსაც შეგიძლიათ გამოყვეთ, სადაც ვტვირთავთ ხოლმე სხვადასხვა მოკლე ვიდეოებს და ვფიქრობთ საკმარისი აუდიტორიის დაგროვების შემთხვევაში, რომ დავამატოთ პოდკასტის გარედან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კონტენტი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე.